საღამოშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. არ იქნება ერთიანობა, არ იქნება ალტერნატივა. არ იქნება ალტერნატივა, არ გამოვა პროტესტი. ოპოზიციამ აღიარა, რომ ომახიანი საბრძოლო შეძახილიდან შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, მხოლოდ სტრატეგია დარჩა. სტრატეგია კი, რაც არ უნდა კარგი იყოს, განხორციელებისა და მიზნების მიღწევის გარეშე, მხოლოდ თეორიაა და სხვა არაფერი. ზაფხული პოლიტიკურად დუნე პერიოდია, ამიტომ ღია საიერიშო თავდასხმებს ყველა ერიდება. თავშეკავება სულ ცოტა დროის მოგების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა თვითონაც რომ არ თქვან, ფაქტები ყველაფერზე თავად მეტყველებს. ნაციონალურ მოძრაობას თავისი არეული აქვს დასალაგებელი და სხვებთან ერთობები და ალიანსები დიდად არ ანახულებთ. ასეც რომ არ იყოს, ქართული ოცნების ერთადერთ ალტერნატივად საკუთარ თავს თვლიან. ჯერ კიდევ მოქმედი ალიანსელები რეგიონებში ცალ-ცალკე დადიან და ძირითადად საკუთარი პარტიების პოპულარიზაციით არიან დაკავებული. ვინც ამ მომრჩეველთან შეხვედრას ვერ ახერხებს, რადგან დღეში სამჯერ სასამართლოში უწევს სიარული, სოციალურ ქსელში წერს. ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რას აკეთებს, რა უნდა და რას აპირებს. ყველა უნდა დაფიქრდეს, რისთვის იბრძვის პოლიტიკური თვითდამკვიდრებისთვის, ოპონენტების დასუსტებისთვის 2028 წლის არჩევნების წინ, ციხიდან გამოსასვლელად, ან იქ არ შესასვლელად, თუ იბრძვის ქვეყნისთვის და იბრძვის ბიძინას წინააღმდეგ. სიტყვების რახარუხი არაფერს ცulis და ხშირად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან ძალიან ბევრ შემთხვევაში ფიცი გვწამს, ბოლო ვაკვირვებს. როგორც წესი, პოლიტიკური საათი ჭეშმარიტების მომენტს იშვიათად აჩვენებს, თუმცა ზოგჯერ ასეთი დროც დგება. ამბობენ, რომ ქართული პოლიტიკა შემოდგომისთვის კვანძის გასახსნელად ემზადება, სადაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ამ თემაზე ჩვენ გადაცემის სტუმრებთან ერთად პოლიტიკოსებთან ვისაუბრებთ, მანამდე კი დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავი. 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით. მომხდარი ეხება სასამართლოს კანცელარიაში ცეცხლის წაკიდების მცდელობას, რომელიც მანდატურებმა აღკვეთეს, სამართალდამცავები კი ელისაშვილს დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. სასამართლო პროცესი 8 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და ელისაშვილს ჰქონდა მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ პოლიტიკური შურისძიებით იქნებოდა ნაკარნახევი. თავად ელისაშვილი მოსამართლის ვერდიქტს არ დასწრებია, რადგან საბოლოო სიტყვის გამო ის მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებამდე სასამართლო დარბაზიდან გააძევა. ირინა კილასონიძე, ალეკო ელისაშვილის მეუღლეა ჩვენი გადაცემის სტუმარი. ირინა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. როგორ ხართ პირველ რიგში? ნორმალურად. ოჯახი როგორ შეხვდით, რამდენი მომზადებულები შეხვდით ამ ძალიან მძიმე განაჩენს, ფაქტობრივად მაქსიმუმამდე 2 წელი დააკლდა. კი, საკმაოდ მძიმე განაჩენია, რა თქმა უნდა. მოლოდინი ქონდა, ალექსანდრე მას ბოლოს, რაც შემოგვითვალა იყო, რომ მაქსიმალურად მოემზადეთ, რომ სასჯელი იქნება მკაცრი, ანუ ყველაზე მკაცრ სასჯელს გამოიტანენ, ამისთვის მზად იყავითო, ქონდა მოლოდინი 12-13 წლის და 13 წელი მიუსაჯეს. მაქსიმალურად შეეცდებიან ჩემს გამწარებას, მაგრამ ამაზე არ ინერვიულობ, მალე ყველაფერი დამთავრდება და მეც გამოვალ გარეთ, ანუ იქ მას ძალიან ოპტიმისტურად არის. ამ ზოგადად აადევნებს მთელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს თვალყურს და აქედან რაღაც თავისი დასკვნები გამოაქვს და ეს აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ირინა, შემოგვითვალაო თქვენ მითხარით, მე რამდენადაც ვიცი ბოლო ინფორმაციით, მას თქვენთან, შვილებთან, მშობლებთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობა, რაც აქვთ ხოლმე ზოგადად პატიმრებს, არ ქონდა. შეიცვალა რამე, თუ ეს შემოთვლები შუამავლების საშუალებით ადვოკატის, ან შესაძლებელი არ ვიცი, კიდევ ადვოკატის გარდა მე მგონი სახალხო დამცველს აქვს ალეკოსთან შესვლის შესაძლებლობა, სწორედ მათი მეშვეობით გაქვთ.
ხო არა 8 თვის განმავლობაში ჩვენ ის არ გვინახავს, აკრძალული ქონდა მას ჩვენთან კომუნიკაცია, მიზეზი იყო ის რომ მე და ჩემი შვილები მოწმეებზე მოვახდენდით ზეწოლას, ანუ შევიდოდით ალექსანდრესთან, ის დაგვაბარებდა რომ წადით ეხა თქვენ და მოწმეებზე ზეწოლა მოახდინეთ და ეს რომ აეცილებინათ თავიდან, ამის გამო მე და ჩემ შვილებს მისი ნახვის შესაძლებლობა 8 თვის განმავლობაში არ ქონდა. არც სატელეფონო კომუნიკაცია არ ქონდა, ვხედავდით მას მხოლოდ სასამართლო პროცესებზე. იქ ქონდა რაღაცა 1-2 სიტყვის გაცვლის შესაძლებლობა დასაწყისში. და ეს იყო და ეს, ანუ ჩვენ მას ის უშუალოდ არ გვინახავს, არც ჩვენ, არც მის მშობლი, მოკლედ არავის, გარდა ადვოკატებისა, რომლებიც მასთან შედიოდნენ, ქეთი შედიოდა თურაზაშვილი, მისი მეგობარი და კოლეგა, პარტნიორი. და იქიდან გამოტანილი ინფორმაციით ვიყავით მთელი ამ 8 თვის განმავლობაში, ესე გვეუბნებოდნენ, რომ კარგად არის, ხნედ არის, ესე მოკლედ. ხო, დღევანდელი სასამართლო პროცესი ემოციური თვალსაზრისით როგორი იყო ეს, რომ გითხრათ ალეკოს სიტყვა ჩვენ ყველა მოვისმინეთ, მაგრამ რა თქმა უნდა გვაინტერესებს რა ხდებოდა მანამ სანამ სასამართლო სხდომა დაიწყებოდა, ქონდა შვილებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, რა გითხრათ, იმიტომ რომ დღევანდელი დღე ბუნებრივია განსხვავებული იქნებოდა სწორედ აი ამ ემოციური მიმართულებითაც. ისეთ რა დღეს სიმართლე გითხრათ, ესე კომუნიკაცია არ გქონია, ანუ უბრალოდ ვნახეთ და ვესწარით მის სიტყვას, კი არა და ზოგადად ამ პროცესს და ეს იყო და ეს ახლა რაც არ უნდა მზად ყოფილიყავით ამ განაჩენისთვის და თეორიულად ვიცოდით და ალექსანდრეც გვეუბნებოდა რომ განაჩენი იქნება ყველაზე მძიმე და ყველაზე ისეთი მკაცრი. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია უკვე, როდესაც ფაქტის წინაშე დგები და ადამიანის ბუნებაა ზოგადად, რომ მაინც სადღაც იტოვებ იმის შანსს, რომ იქნება ამ ადამიანებს სადღაც რაღაცა შემორჩათ და აი ესეთ აბსურდს უბრალოდ არ დააბრალებდნენ ადამიანს, რომელიც, რა ვიცი, ტერორისტი, რაც არ არის, ტერორისტი არ არის ალექსანდრე, იმიტომ რომ ტერორიზმის რაღაცა წინა სიტყვაობაც ხო უნდა კონდეს, არა რაღაცნაირად ეს მთელი მისი ცხოვრება მიეძღვნა აი რაღაც საქართველოს თვის ცხოვრობს. ჩემზე მეტად რომ საქართველო უყარს, ამაში ეჭვი არ მეპარება და დარწმუნებული ვარ, ბავშვები შეიძლება თანაბრად. ბავშვები და საქართველოს თანაბრად. ხო, ბავშვები და ხო და არა, ამ ადამიანს დააბრალო ტერორიზმი, თან ახლა ეს ქმედებაც ვერანაირად ვერ შეფასდება ტერორისტულ აქტად, იმიტომ რომ ტერორისტული აქტები ჩვენ გვინახავს. 11 სექტემბერი იყო ტერორისტული აქტი, რომელსაც მოყვა გრევა, რომელსაც მოყვა მსხვერპლი, 3000-მდე ადამიანი დაიღუპა და ეს იყო მართლა შემაძრწუნებელი და რაღაცა საშინელი თავზარდამცევი ამბავი. დღეს ადამიანი სასამართლოში შედის პროტესტის ნიშნად 2 ბოთლი რაღაც ბენზინი თუ რაღაცა უჭირავს, ასხავს ქვის იატაკზე და ამ ქმედებას იარაღი უდევს. კი ბატონო, მას გაფორმებული აქვს იარაღი, რომელიც როგორც თვითონ თქვა, ეს იარაღი წავიღე, იმიტომ რომ ტყეღრეებით ვიარაოდან, მოკლედ მაგისთვის ჭირდებოდა იქ რამე ცხოველი არ შემხოდროდა და მაგათ მოსაგერიებად. ანუ ადამიანმა არც გამოიყენა ეს თავისი იარაღი, არც ამოუღია, დამცავი ქონდა. მოკლედ 1000 წვრილმანია რომ და არც თუ ისე წვრილმანი, ანუ ადამიანს 13 წელი მიუსაჯეს. მე არ ვამბობ, რომ ის იქ პეპლების დასაჭერად მივიდა და ყვავილების დასაკრეფად, რომ მე ჩვენ სახში მოეტანა. არა. ამას თვითონაც არ უარყოფს, ამბობს, რომ ეს იყო პროტესტი, შეფურთხება მინდოდა ხელისუფლების პროტესტი მახრჩომდა და ვიმოქმედი არ გამომივიდა იმას ვნანობ რომ ასე იაფად დამიჭირეს. თუ არ ვწდები 29 ივნისი, ხო? ნოემბერი, ბოდიში, 29 ნოემბერი. შეგიძლიათ ის დღე გაიხსენოთ, აი მისი რაღაცა ემოციური განწყობა როგორი იყო, ან წინა დღეებში როგორი იყო, ანუ გასაგებია ხო, ამ ყველაფერს წინ უძღოდა მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ალი ბაბაევის თითქოს და ფიზიკური ანგარიშწორების ფაქტზე, ხო, შეურაცხყოფს აღარ მახსოვს როგორ კვალიფიცირდა ფიზიკური ანგარიშწორება, როდესაც მთავრობის ადმინისტრაციასთან მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და დღეს პირდაპირ დაასახელა, ვინ მონაწილეობდა პოლიციის მაღალჩინოსნებიდან მის წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშწორებაში. შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედი მოადგილეს დაასახელა რონი მესხი, ოღონდ უკვე მგონი დაკავების დროს
წამების დროს ხო სასამართლოში. აი ამ ყველაფერზე ცოტა მოგვიანებით შეგიძლიათ გაიხსენოთ, ალბათ ბევრჯერ გაიხსენებდით იმ 29 ნოემბერს. რაიმე არ შეგინიშნავთ ისეთი, რაც აი უცნაურად მოგეჩვენათ და შეიძლებოდა ამ ყველაფერზე წინასწარმეტყველებდა. იცით რა, არაფერი. საერთოდ არაფერი იყო სახლში. მე მივდიოდი მსვლელობა იყო იმ დღეს და მივდიოდი აქციაზე რუსთაველზე. ამ მსვლელობაში უნდა მიმეღო მონაწილეობა, გასვლის წინ ვუთხარი რომ მივდივარ აქციაზე, ხო მე დღეს სათევზაოდ წავალო. ანუ მთელი დღის განმავლობაში იყო მშვიდა წყნარ, ანუ ეს არ იყო ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება. ამას რა თქმა უნდა წინ უძღოდა, რასაც თქვენ ამოთ მისი ცემა და აი თუ დამიჯერებთ არც ერთი მისთან მის მიმართებაში ჩადენილი ქმედება მისთვის არ იყო ისეთი მტკივნეული, როგორიც იყო დანარჩენი ყველაფერი, რასაც ჩვენ ვუყურებდით ქუჩაში, როგორც წემდნენ ადამიანებს, გოგოებს, ბიჭებს აპატიმრებდნენ, სვავდნენ ციხეში, მზიამაღლობელი იქნებოდა. აი, რა ვიცი, ყველა მისი აი ეს ისტორიები მისთვის ძალიან უმნიშვნელო იყო, იმიტომ რომ ის თulis რომ ის პოლიტიკოსია და ის შეიძლება რომ გაილახოს კიდევაც, შეიძლება დაიჭირონ კიდევაც, ანუ ამისთვის მზად არის, მაგრამ ის ადამიანები, ვინც იმ დღეებში რუსთაველზე გამოდიოდნენ და იმ ადამიანებს როგორც უსწორდებოდნენ, ეს იყო პირველ რიგში მისთვის აი ეს რაღაცა ტრიგერი, ასე ვთქვათ, რამაც გადააწყვეტა. აი ხო არის ადამიანის მიყვანა თვითმკვლელობამდე, ხო არის დანაშაული. ეს არის ადამიანის მიყვანა პროტესტის აი ესეთ უკიდურეს ფორმამდე, რომ ადამიანი ადგა, არაფერი არ ეტყობოდა იმ დღეს, რომ რაღაცა აპირებდა, რაღაცას გეგმავდა, რაღაცა ეს ჩანაფიქრი ქონდა. არა, აბსოლუტურად გააზრებულად, წყნარად, მშვიდად მას ქონდა ჩაფიქრებული აი ეს პროტესტის ასეთი ფორმა ჩაეტარებინა. ხო, ანუ არანაირი ასე ვთქვათ, ამის მომასწავლებელი არაფერი არ შეგინიშნავთ. იცით რა არის კიდევ საინტერესო, თქვენ თქვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემზადებულები იყავით, თვითონ ალეკოც ელოდებოდა, რომ 12-დან 13 წლამდე მიუსჯიდნენ თანაც არა ტერორიზმისთვის, არამედ ტერორიზმის მცდელობისთვის, ხო? თუმცა აი მიუხედავად ამისაო, მაინც სადღაც პატარა იმედს ვეჭიდებოდით. ამ იმედს რა გაძლევდათ, იმიტომ რომ ნახეთ, დღეს პროკურორი როდესაც გამოვიდა და განცხადება გააკეთა მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, კიდევ ერთხელ მოახდინა მან ხაზგასმა, რომ ალეკო ელისაშვილს არც ერთხელ არ უღიარებია დანაშაული და არც ერთხელ სინანული არ გამოუხატავს. აი ამ თვალსაზრისით ხომ არ იყო გარკვეული მინიშნება, მოთხოვნა, არ ვიცი, შემოთავაზება, რომ აღიაროს, მოინანიოს და იქნებ ვიფიქროთ სასჯელის ზომის შემცირებაზე. არა, მსგავსი არაფერი არ ყოფილა, არანაირი შემოთავაზება იმაზე, რომ იქნებ შენ რაღაც აღიარო და თავი დახარო და ჩვენ შეგიმსუბუქებთ სასჯელს, არა, როგორ შეიძლება ადამიანმა აღიაროს ტერორიზმი. ანუ აქ ხო იმაზე არ კი სასამართლოში შევედი, კი პროტესტი გამოხატე, კი შუშა ჩავამტვრიე და ცეცხლი ოლიგარქიას, რასაც გავიძახით ამდენი ხანი, ხო? ეს იყო, აი ეს რაღაცა მოკლედ რაც განახორციელა მან. ეს როგორ შეიძლება ადამიანმა აღიაროს ტერორისტული აქტი, რაც მას აზრათაც არ მოსვლია, ხო? რომ რაღაცა ტერორისტულ აქტს ჩაიდენდა თავისივე ქვეყანაში. ამიტომ არა, ეს არ შემოთავაზება პირდაპირ არ სირიბად, არ შემოთვლით, არანაირად. არა, ჯერსეც იციან როგორიც არის და მას ეგეთ რაღაცას ვერ გაუბედავენ ნამდვილად, იმიტომ რომ იციან მისი პასუხი ზუსტად ვიცი. და იმედს მაძლევდა უბრალოდ ადამიანური მომენტი, როდესაც ადამიანს გაქვს ძიმე დაავადებას ვთქვათ და ებრძვი ძიმე დაავადებას და იცი რომ შენი განაჩენი არის სიკვდილი. ხო, მან ხო მაინც რაღაცის იმედი გაქვს, რომ აი რაღაც ღმერთი გადმოგხედავს, სასწაული მოხდება. უბრალოდ მხოლოდ ეს არის ის რაც აი ოდნავ გულში გამკრავდა ხოლმე მეტი სხვა არაფერი. ირინა, დღეს რომ განაჩენი გამოცხადდა და ნიკო გვარამიამ გააკეთა განცხადება, დაწერა მე მგონი სოციალურ ქსელებში, რომ წისქვილის ქვა დაატრიალეს ალეკო ელისაშვილის თავს და წონასწორობა რომ დაეკარგა, გასაკვირი არაა. მოკლედ ძალიან მივქარავთო, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ, იმიტომ რომ ქოცების მიერ მისი ტერორისტად შერაცხვა გვაკომპლექსებსო. ან თქვენ როგორც
ოჯახს, მეუღლეს. საკმარისად მეტი დრო გავიდა იმისათვის, რომ ან ვინმეს ხარ დაჭერა, ან ვინმეს უყურადღებობა გეგრძნოთ. რასაც საუბრობს ნიკა გვარამია, ანუ რეალურად თქვენც ასეთი განცდა დაგეუფლათ, რომ პოლიტიკოსების გარკვეულ ნაწილს აი ამ ბრალმა ტერორიზმის ბრალდებამ დააკომპლექსა? შეიძლება კი დააკომპლექსა, იმიტომ რომ ჯერ ესერთიც ძალიან შოკის მომგვრელი იყო ის, რაც ჩაიდინა და პირველი ეფექტი იყო ის, რომ ვაიმე რა ხდება და უცებ ყველამ რაღაცნაირად ისე მკაფიოდ ვერ გამოხატა თავისი თანადგომა, ასე ვთქვათ რა. მაგრამ მიუხედავად მე მესმის ამ ყველაფრის ძალიან კარგად დისტანცირება მოახდინეს უბრალოდ ჩემთან მიმართებაში ეგ არ მიგრძნია არანაირად თუნდაც რუსთაველზე რო გავდივარ არავისგან არც ერთი ადამიანისგან არ მიგრძნია რომ რაღაცნაირად ისე ალმაცერად მიყურებს რომ ეს ტერორისტის ცოლი ყოფილა და ტერორისტი ყოფილა არა მსგავსი არაფერი არ ყოფილა ანუ ყურადღების დეფიციტსაც მე პირადად არ განვიცდი თვითონ არ ვიცი რა განცდები აქვს მაგ მხრივ მაგრამ მე ყურადღების დეფიციტს არ განვიცდი არავისგან საერთოდ და ნუ ხა პოლიტიკოსები არიან და ხან ისეა ხან ასე აი დღეს შეიცვალა ხო ხედავთ მდგომარეობა და ზოგადად რაღაცნაირად ზურაბიშვილიც კი გამოვიდა და შეიკრანდა ერთად იყვნენ ძალიან კარგი იქნება და ტერი საერთო ყავთ და ხო, მინდა გკითხოთ აი ამ ყოველდღიურ ხო სალომე ზურაბიშვილის განცხადება გავიხსენე, არ ვიცი რა სცენარი დაუტრიალეს ელისაშვილს, ერთადერთი რამ ვიცი რომ ამ 13 წელს სამართალთან მოკლედ კავშირი არ აქვსო, ანუ არ ვიცი ხა უფრო მეტად რომ აქტიურად პოლიტიკოსებს ამ თემასთან დაკავშირებით ამას თუ ექნებოდა რაიმე ზეგავლენის ფაქტი თუ იქნებოდა, ფაქტორი თუ იქნებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას ნაკლებად მგონია, მაგრამ ნუ რაგან თვითონ გაუჩნდათ ასეთი მოისაკლისეს ასე ვთქვათ საკმარისი ყურადღება და გააკეთეს ეს განცხადება. იგივე სულ ჯერსაც ყველა პოლიტიკოს ადრე თუ გვიან რა ვიცი რა განაჩენს მათაც ზუსტად იგივე არ მინდა ვთქვა იგივე ბედიელით მაგრამ ნუ მათზეც მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და მოკლედ არავინ არ არის დღეს ასეთი ბედის ელისაშვილის ბედის გაზიარებისგან მოკლედ არავინ არ არის დღეს დაზღვეული შეიძლება ასე ითქვას და არ არის არავინ დაზღვეული ვხედავთ რაც აკეთებს ქართული ოცნება მას უბრალოდ ყველა ოპონენტს იცილებს გზიდან და უნდა რომ მართოს ეს ქვეყანა სამუდამოდ ყველაზე მკაცრი რეჟიმის საპატიმროში იმყოფება, აი რაში გამოიხატება, ну გარდა იმისა, რომ კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვს, რა აქვს კიდე შეზღუდული, ანუ როგორია მისი ყოველდღიურობა? ხო, მე რადგან არ მაქვს მისი ნახვის საშუალება და ესე პირდაპირ კომუნიკაცია არ მაქვს, ჩემამდე არ მოდის არანაირი ნეგატიური ინფორმაცია. ანუ ზოგადად ალექსანდრე ეგეთია, აი სახლში კარს რო კეტავს, იქ მთავრდება ყველანაირი ნეგატივი, ანუ გარეთ შეიძლება იბობოქროს, იჩხუბოს, იხმაუროს, ასე შემდეგ, მაგრამ სახლში ის არაფერს თავს არ გახვევს. შესაბამისად, ის თუ მას თუ რაღაც დისკომფორტები აქვს, ჩემამდე ეს ინფორმაცია არ მოსულა და არც მოვა. სულ რომ ენახა, მაინც არ მეტყოდა. ვიცი რომ კაცრი ციხეა, ვიცი რომ ნახვები ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მძიმე შეზღუდვები აქ კიდე რაღაცები თავიდან ტელევიზორი არაო მე კიდე რაღაცა წვრილმანებს ესე უბრალოდ იმაშობდნენ თუმცა აქვს ახლა როგორც ვიცი ტელევიზორი აქვს კი რაღაც ესეთი პატარ-პატარა შეზღუდვები ქონდა თუმცა რა ვიცი ალექსანდრე საველე პირობებში ანუ ტყის კაცია რომელსაც არც მაგარი ბალიში აწუხებს არც ის ჭუჭყი რომელიც როგორც ვიცი საკმაოდ ბინძური ციხეა და რომ თავიდან რომ შევიდა ეს საპირფარეშო ძალიან მოუწესრიგებელი იყო, რომელიც ხეხა, დეზინფექცია უკეთა მდუღარე წყალი ასხა და ნუ მოკლედ იყო ერთ ამაში, ნუ ამითიც ერთობოდა ალბათ. ხო, ანუ მე-18 საუკუნის ციხეს გავსო, საშინელება არისო, მაგრამ ძალიან საინტერესო. ეს არის ის, რაც ვიცი მე. ყველაზე მეტად რას ითხოვს? რის შეგზავნას ითხოვს ციხეში? აი წიგნები, ეს არის გაუთავებელი წიგნები. თან თვეში შეიძლება 6 წიგნი და ანუ ორად არის გაყოფილი, ანუ თვის დასაწყისში და თვის ბოლოსკენ 3 წიგნს უგზავნით და წიგნები ეს არის ერთადერთი რაც საინტერესებს. ნუ იქ თავიდან ხა მაისურები, იქ შარვალი რაღაცები ეგენი შეუგზავნა, მას მე ეგენი
არაფერი აღარ უნდა მხოლოდ წიგნები. და იმ ცოდნას, რაც არ მქონდაო და რაშიც მქონდაო რაღაცა ხრელებიო, ის ამოვივსეო და ვივსეთ. აი დღეს ვუსმენთ თქვენს კომენტარს სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ და თქვენ თქვით, რომ მხნედარისო, ერთი წიგნი უკვე დაწერა და ეხლა მეორე წიგნზე იწყებს მუშაობასო, თუ შეგიძლიათ გითხრათ, რაზე აპირებს, რის დაწერას აპირებს? ერთი დაწერა, უბრალოდ ჯერ გამოცემული არ არის, როგორც ვიცი, ბეჭდვაზეა გაშვებული და წესით საფხულში უნდა იყოს. ეს არის ციხესიმაგრეებს ეძღვნება წიგნი საქართველოში. ეს რაც დაწერა კი ბატონო. ხო. შემდეგი წიგნი არის, ბევრი იდეა აქვს, რომელს შეარჩევს ბოლო-ბოლო არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე იდეაზე მუშაობს და ფიქრობს და ამისთვის აგროვებს ინფორმაციას და ამისთვის უგზავნით წიგნებსაც და მოკლედ არის ჯერჯერობით ხარშავს ამ ყველაფერს და არ დაუწყია მუშაობა. ის რომ დაწერა პირველი წიგნი, ეხლა ცოტა ხანი უნდა დავისვენო, ძალიან დავიღალეო. და მოკლედ დასვენებისთვის აიღო პერიოდი და ამუშავებს მეორე. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი არის ალეკო ელისაშვილის მეგობარი და როგორც ვიცი, შვილის ნათლიად. მას აქაც უთქვამს, სხვაგანაც გაუკეთებია საჯარო განცხადებები, რომ საკუთარი მანდატის ფარგლებში გააკეთებდა აბსოლუტურად ყველაფერს, რომ რაღაცნაირად ალეკო ელისაშვილის ეს ყოფა საპატიმროში გაეუმჯობესებინა. შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ მართლაც ყველაფერი გააკეთა იოსელიანმა ამ თვალსაზრისით? ისეთ რა არ ვიცი, მართლა არ ვიცი, იმიტომ კი არა რომ რაღაც მართლა არ ვიცი, ლევანი ვიცი რომ შედის ხოლმე ალექსანდრესთან, რამდენხანში ერთხელ არ ვიცი, მე ორჯერ დამირეკა მას მერე რაც შესული იყო და ნუ უბრალოდ მომიყვარო, კარგად არის, ის ვილაპარაკეთ, რაღაცა ესე ზოგადად ამით შემოიფარგლება ხოლმე, როცა ჩემთან აქვს კომუნიკაცია, უბრალოდ მაბარებს, ასე ვთქვათ, ანგარიშს, რომ ესე იყო ალექსანდრესთან და რომ რა შტაბ-შტილება დატოვა მისმა მდგომარეობა. მეტი სხვა არ ვიცი, ესე ტელევიზორს სიმართლე გითხრათ არ უყურებ და ლევანის ყველა განცხადება არ მაქვს მოსმენილი. ვიცი რომ ძალიან განიცდის, ძალიან ისინი ბავშვობის მეგობრები არიან და ეს მისთვის ნამდვილად არ არის მარტივი, რა თქმა უნდა, ისე როგორც ყველა მისი მეგობარი ძალიან განიცდის. და რა თქმა უნდა ლევანიც. ორი შვილი ყავთ, ორივე ვაჟი. რამ ერთი ვიცი რომ სტუდენტია, მეორე ორივე სტუდენტია, წელიწად ნახევარია ერეკლე და სანდროს შორის განსხვავება, ერეკლე 21-ის არის და სანდრო ოქტომბერში 20-ის ხდება. სტუდენტები არიან. ბიჭები როგორ უმკლავდებიან აი ამ რთულ პერიოდს მათი და მამის ცხოვრებაში? ბიჭებს ნორმალურად, შეიძლება ითქვას ნორმალურად, იმიტომ რომ ხო გეუბნებით ალექსანდრეს ისეთი განწყობა აქვს და ისეთ გზავნილებს გვიგზავნის, წერილები მოსულა კი და ანუ არის მაქსიმალურად ოპტიმისტურად და გვამხნევებს აქეთ და ამიტომ ამათმა იციან რომ ცხვირს თუ ჩამოუშვებენ და რაღაცა პესიმიზმში გადავარდებიან ეს ალექსანდრესთვის იქნება პირველ რიგში ხაზგასმით რომ ჩემთვის მთავარია რომ მამა ჩემი და ჩემი შვილები ამაყობდნენ ჩემითო კი ნამდვილად ესეა და ამაყობენ მისი შვილები ალექსანდრეთი ამაყობენ და ყოველთვის ამაყობდნენ და მათთვის იყო სამაგალითო ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი ცოდნა, ამ ცოდნას უზიარებდა, აი თუნდაც ისტორიაში როცა ემზადებოდნენ გამოცდებისთვის, აი სულ რაღაცა აი ხა სახელმძღვანელოებში ხარ მოცემული რაღაცა ტექსტები და ნუ ის ცდილობდა რომ კონტექსტი აეხსნა, რომ ამ დროს ეს აქ რო ხდება, ამასობაში გარშემო მთელ მსოფლიოში ეს ხდება, ის ხდება, რომ მაქსიმალურად გაეაზრებინათ და სრული სურათი ქონოდათ და ირინა 10 წელიას გადაცემა მიმყავს და ასეთი შეკითხვა ჩემი რესპონდენტისთვის არასდროს დამისვავს, მაგრამ აი დღეს როდესაც ვემზადებოდით გადაცემისთვის გაჩნდა საყოველთაო მოთხოვნა და აღმოვაჩინეთ რომ რამდენადაც კარგად ვიცნობთ ალეკოს, იმდენად ცოტა ინფორმაცია გვაქვს მისი მეორე ნახევრის შესახებ. როგორ გაიცანით ერთმანეთი? ჩვენ ერთმანეთი გავიცანით ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში მეცხრე არხზე. დიახ, ორივე მუშაობდით მეცხრე არხზე. ბიძინა ივანიშვილმა თუ ბიძინა ივანიშვილმა დაგაკავშირათ და ბიძინა ივანიშვილმა დროებით დაგაშორათ ერთმანეთს. კი, ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში მუშაობდით 1 წელი, მერე 1 აპრილს გამოგვიცხადა რომ ტელევიზია დაიხურა, ესეც ძალიან სასაცილო იყო პირველად თავიდან რომ მივედი ტელევიზიაში და რომ გვეუბნებიან რომ ტელევიზია დაიხურა. დღეს ხო 1 აპრილია და რაღაც ის, ნუ არა, მართლა 1 აპრილს აი ესე დაახურა ბიძინა ივანიშვილმა ეს ტელევიზია და მას მერე, ნუ მანდ გავიცანით ჩვენ ერთმანეთი და მერე უკვე გაგრძელდა ტელევიზიის მიღმა
ჩვენი ნაცნობობა და ურთიერთობა. კარგი და ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ, ანუ ვიცი რომ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებთ, რაც კი არსებობს საქართველოს. შემდეგ იქნება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო. თუმცა არსებობს კიდევ ერთი ბერკეტი სასამართლოს გადაწყვეტილების განაჩენის გამოტანის შემდეგ. ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება შეწყალების თაობაზე. არ გიფიქრიათ ამ თემაზე? პრეზიდენტის შეწყალება ეგ ან უნდა მიმართო პრეზიდენტს, ხომ ასეა? ან თვითონ თავისი ინიციატივით უნდა გადაწყვიტოს. მიმართვას, რა თქმა უნდა, მიმართვით არ მიმართავს ალექსანდრე ყაველაშვილს და ის თუ თვითონ მან ქართულ ოცნებაში თუ რაღაცა ისეთი ცვლილებები მოხდება, რომ აიძულებს ვინმე მათ შეცვალოს გადაწყვეტილება და ზოგადად ყველა პოლიტიკური პატიმარი გაანთავისუფლოს ან შეწყვეტოს მათზე სამართლებრივი დევნა, ეხა ეგ მაგას, რა ვიცი, რაც უნდათ ის უქმნიათ. მადლობა ირინა, მადლობა. მხნეობა ოჯახს შვილებს, ალეკოს მეგობრებს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ალეკო ელისაშვილს ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყავით. ირინა კილასონიძე, ალეკო ელისაშვილის მეუღლე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ვიდრე კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება სტუდიაში, გეტყვით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არის დაანონსებული ბრიფინგი. წინასწარ რაც ვიცით, ეს ბრიფინგი ეხება 4 ოქტომბრის საქმეს. სხვა არაფერი წინასწარ ცნობილი არ არის, როგორც კი ჩვენ გვექნება პირდაპირ სიგნალი სუსში დაანონსებული ბრიფინგი და რა თქმა უნდა მას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ იმისათვის რომ რა თქმა უნდა ინტერესი ძალიან დიდია რა შეიძლება გამოიკვეთოს ახალი კიდევ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით და შემიძლია უკვე მივესალმო ლელოძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს დავით უსუბაშვილი შემოგვერთა მოგესალმებით. მადლობა რომ დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი ხართ. ხო, ელისაშვილის თემით მინდა დავიწყო. მოდი პირველ რიგში ეს განაჩენი და გადაწყვეტილება შევაფასოთ, რომელიც მათთვის უცხო არ ყოფილა. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ ფასდება, რომ რა ვიცი, ერთი წისქვილის წისქვილის ქვა დაატრიალესო და სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საერთოდ სამართალთან კავშირი არ აქვს ამ 13 წელს. რასთან აქვს მაშინ კავშირი თქვენი შეფასებით? გავიკვირდებათ და კონსტიტუციით დავიწყებ ისევ. არ გამიკვირდება. იმიტომ რომ ნებისმიერი ასეთი ვითარება თქვენ ხართ მოგონი ერთადერთი ვინც პოპულარიზაციას უწევს კონსტიტუციას. დარწმუნებული ვარ რომ მოვესწრები რომ იქნება 3 მილიონი ნახევარი მინიმუმ ვინც ამას დავეყნობით ასე ვიცხოვრ და მაშინ ასეთი უბედურებები აღარ იარსებებს, იმიტომ რომ აქ ძალიან ნათლად წერია რომ ყველა ადამიანი პასუხს აგებს ჩადენილი დანაშაულის გამო. არავინ არ აგებს პასუხს იმის გამო, რაც მას არ ჩაუდენია. და თუ ვინმე რამე ჩაიდინა, ამის გამო არ შეიძლება 10 სხვა დანაშაული მოიგონო და დაუმძიმო და შური იძიო და პოლიტიკურად ანგარიში გაუსწორო ადამიანს, რომელიც თვალში არ მოგდის, რომელსაც მანამდე ფიზიკურად გაუსწორდი. კი, სახელმწიფო გაუსწორდა ფიზიკურად, ნახეთ ეს. რატო? იმიტომ რომ შენო შეურაცხყოფა მოგვაყენეო. სახელმწიფო, იმიტომაა სახელმწიფო, რომ მან ცუდი საქმის ჩამდენი კარგად და სწორად უნდა დასაჯოს. იმ პროცესურების დაცვით, იმ მტკიცებულებების დაცვით და კიდევ მეორე იმის გამო, რაც მან შესაძლოა ჩაიდინა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან მკაფიო მაგალითთან დიახ პოლიტიკური მართლმსაჯულების, იმიტომ რომ ალეკომ თუ ჩაიდინა ამდენი და ამისთვის პასუხისგებისთვის ის მზად იყო და მან პირველივე დღეებში განაცხადა რატომ რა მოტივით, რა მიზნით, რა განზრახვით, როგორ ემოციური ფონით და ასე შემდეგ და ამისთვის თუ ჩაიდინა რამ, ის ამისთვის მზად იყო. მაგრამ მას სჯიან ამდენით კი არა, ამდენით. ესე იგი რას ნიშნავს ეს? ალეკომ თუ ჩაიდინა ამდენი, ახლა სახელმწიფომ ჩაიდინა ამდენი და ალეკო თუ იყო დასაჭრელი ამდენისთვის, ახლა სახელმწიფოა დასაჭრელი ამდენისთვის. ამიტომ ჩვენ ახლა ამ იწილოში და სახელმწიფო პროპაგანდის მასში, რა ქვია, პირობებში არ უნდა დავკარგოთ სტანდარტი სახელმწიფო ცხოვრების, ადამიანის უფლებების, სახელმწიფოს ვალდებულების, მოქალაქის ვალდებულების და ასე შემდეგ. ამასთან გვაქვს საქმე, პასუხები აქ წერია, უდანაშაულობის პრეზუმპცია აქ წერია
და რომ არავინ არ არის დამნაშავედ, არ შეიძლება იყოს დამნაშავედ მიჩნეული ხელისუფლების მხრიდან. მაშინ როდესაც ყველა შესაძლო თანამდებობის პირი წინა ხაზის ქართული ოცნების ამ პროცესში ჩაერთო და სანამ პროკურორი რამეს იტყოდა, მანამდე ბრალი წაუყენეს, სანამ მოსამართლე რამეს იტყოდა, სასჯელები კვალიფიკაცია გააკეთეს და გამოიტანეს ყველაფერი. ესაა პრობლემა. ბატონ დავით, თუმცა მიუხედავად აი თქვენი ამ პოზიციისა, პირადად თქვენი პოლიტიკური ძალის ქართული ოცნება დღემდე ითხოვს თქვენგან, რა ვიცი, გამიჯვნას და დაგმობას იმ საქციელის რის გამოც დღეს განაჩენი გამოუტანეს ალეკო ელისაშვილს. აგერ შემიძლია მას თქვენი ადგილმონაცვლე უწოდო შალვა პაპუაშვილს? სამართლებრივად ასე ქვია? ხო, ადგილმონაცვლე მთლად არ არის, ვერ არის, მანამ დღეს ვაიყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის. ხო, თქვენმა ადგილმონაცვლემ შალვა პაპუაშვილმა, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს თქვა, რომ ალდემ ან უნდა აიძულოს პარტია ლელო გაემიჯნოს ტერორიზმს, ან გარიცხოს ლელო საკუთარი რიგებიდან. სხვა შემთხვევაში თავად გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანება. იცით, ამ საკითხებში პარტია ლელოს ძალიან მკაფიო პოზიცია ჰქონდა და აქვს. იმ კონკრეტული ფაქტის გახმაურებიდან რამდენიმე საათში ლელომ გააკეთა პარტიის განცხადება, სადაც ჩვენ შევაფასეთ ეს ვითარება და ის რაც ალეკომაც თქვა, რაც გააკეთა და როგორც გააკეთა, ის ლელოს არც მოუწონებია, არც რაღაცა შეუგულიანებია, არც დაგეგმაში მიგვიღია მონაწილეობა, არც მის შემდგომ მიჩქმალვაში და ასე შემდეგ. ერთადერთი, რასაც ლელო აკეთებდა და ხვალაც გააკეთებს, ეს არის ყველა ადამიანის უფლების დაცვა. ვინც არ უნდა იყოს ეს ჩემი ადგილმონაცვლე იქნება ხვალ თუ ვინმე სხვა და სადმე აღმოჩნდება ისეთ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო დევნის მას, დიახ, ლელო იქნება იმის სადარაჯოზე, რომ იმ ვიღაცის უფლებები პროცესუალური, პატიმრობაში ყოფნის ვადები, მტკიცებულებების უტყუარობა და მთელი ეს ყველაფერი იყოს დაცული. და ლელო ამ პროცესში იყო სწორედ ამ მიმართულებით ჩართული. და რადგან ასე იყო ჩართული, ჩვენ დიახაც ზუსტად დავინახეთ, რომ არანაირ ტერორისტულ დანაშაულის შემადგენლობასთან არ ქონდა ჩვენ საქმე. ამიტომ ის რაც ვერ დავინახეთ არ ყოფილა ვერც პროკურორმა დაადასტურა და ვერც მოსამართლეებს და არ მტკიცებულებებმა, ჩვენ იმას ვერც გავემიჯნებით და ვერც დაუპირისპირდებით და ვერც დავეთანხმებით და ასე შემდეგ. ჩვენ ხედავთ კიდევ ვიმეორებ იმას, რომ ალეკოს მიერ ჩადენილი არა მისასალმებელი საქციელი და ჩვენ ეს ვთქვით თავიდანვე პოლიტიკურადაც და ყველა თვალსაზრისით, ხელისუფლებამ გამოიყენა საბაბად მის მიმართ ანგარიშტორების შურისძიების ამასობაში. ეხლა რისი თქმა უნდათ ამითი. ლელომ საერთოდ თვალი დავხუჭოთ და ვერ დავინახოთ, რას ჩადის ხელისუფლება კონკრეტულად ლელოს ლიდერების წინააღმდეგ. რამდენი წელი ატარეს ის ხალხი სასამართლოში იმისთვის, რაც შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტყუილი ბრალდება ყოფილა. რამდენჯერ დაატარებენ ახლა სასამართლოებში ბადრი ჯაფარიძეს, სხვა პოლიტიკურ ლიდერებს. ეგრეთ წოდებული საბოტაჟის თუ გადატრიალება განმოტრიალების საქმისთვის. ჩვენ ლელომ ან ნებისმიერმა საღამოაზროვნე ადამიანმა ვერ დავინახოთ, რომ ჩემი ადგილმონაცვლე თუ სხვისი ადგილმონაცვლე დღეს ვისაც ასე ვთქვათ, სადავეები უყრია, შვიდად ხედან და უყურებენ ამ პროცესს. როგორ აღიძრა საქმე რა პირობებში, აი ბადრის და სხვების წინააღმდეგ. მერე თვეების განმავლობაში როგორ იმართებოდა მხოლოდ 1-2 საათიანი პროცესი. და ახლა იმართება. და ახლა ტელემაყურებელს შევახსენოთ. 3 თუ 4. კვირაში 3 და ასე შემდეგ. და ტელემაყურებელს მე მგონი მაინც შევახსენოთ, ვიხართ იმისა, რომ ყველა სპეციალისტები გაგხდეს პოლიციის სამართლის პროცესის. რომ როდესაც სასამართლო იწყებს საქმის განხილვას უკვე იმ ეტაპიდან, ანუ თებერვლიდან, პროკურატურას, პოლიციას, სულს და ყველას დამთავრებული აქვს ყველაფერი, გამოძიება დასრულებულია, საქმე აკინძულია, 27 ტომია, 57 ტომია დევს უკვე. ანუ თვეში ერთხელ პროცესის ჩატარება იმას კი არ უკავშირდება, რომ ჯერ კიდე რაღაცეებს აგროვებდნენ, ეს მანამდეა, სანამ სასამართლოში განხილვა დაიწყებოდა. ანუ ყველაფერი დასრულდა, ესე იგი დააბრალეს ამ ხალხს ქვეყნის რაღაცა დანგრევის მცდელობა და ამ დანაშაულის ჩადენა და თვეში ერთხელ შეიკრიბებოდნენ სასამართლოში. მერე უცებ და რატო როგორღაც დაემთხვა ეს ამბავი პრემიერის ცნობილ გამოსვლას, სადაც საპატიო თავმჯდომარეზე იყო საუბარი და კიდე რაღაც მოვლენებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, მერე ცოტა იმედგაცრუება. ახლა ვისხდეთ და ვერ დავინახოთ, რომ ამ პროცესებში
პოლიტიკური ლიდერების მიმართ მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტრუმენტების და სტრუქტურების ბოროტად გამოყენება. ჩვენ ეს გვახსოვს, ნაციონალური მოძრაობა ასე რომ იქცეოდა, ასე რომ იყენებდა, ასე რომ სჯიდა პოლიტიკურად არასასურველ პირებს. ვალერი გელაშვილის, კობა დავითაშვილის ხვებს და უდანაშაულო ადამიანებსო დაატარებდნენ სასამართლოებში დამწყობდნენ ციხეში, ეს კარგად გვახსოვს. და აღარ გვინდა ეს, არც დღეს, არც გუშინ გვინდოდა და არც ხვალ გვინდა. ეს რომ არ მოხდეს, ამაზე ლელომაც უნდა აიმაღლოს ხმა და ნებისმიერ საღადმოაზროვნე ადამიანო, კიდევ მეორე, ვინმე ჩაიდინა ამდენისთვის სასჯელის გამოტანა მტკიცებულებების საფუძველზე და უფლებების დაცვით, ეს არის სახელმწიფო ინტერესი. ამდენის ჩადენისთვის სახელმწიფოს მიერ ამდენად დასჯა, ეს არის სახელმწიფოს მიერ უკვე ჩადენილი იმ ტიპის ქმედება და ეს პირველი არ არის, კიდევ მეორე, ჩვენივე ლიდერების წინააღმდეგ უკვე ჩადენილი აქვს და კვლავ აპირებენ ჩადენას. ამიტომ ამ ყველაფერს ისევ და ისევ არ ჭირდება დიდი რაღაც პროფესორობა ან სამართალში გარკვეულობა, ელემენტარულად ნებისმიერ მიუხედავად იმისა, ვისი მომხრე ვართ, უნდა უბრალოდ საკუთარ თავს დაუსვათ კითხვა, რომ ახლა რასაც ხედავ, რასთან მაქვს საქმე? ეს არის სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულება, თუ ეს არის ადამიანის გამოჭერა კონკრეტულ თემაზე, რომელიც შესაძლოა დასჯადი იყო, მაგრამ კიდევ მეორე ამდენად და ახლა ამდენს ურჩი, იმიტომ რომ მინდა რომ ყველანაირად ესე მოვკრიფო. იგივე მიდგომას ელოდებით ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე, რომელშიც თქვენი პარტიიდან ორი ლიდერი არის ბრალდებული. ანუ ეს აჩქარება რა საჭიროა? თქვენ რას უკავშირებთ? იმიტომ რომ ვერსიები არაერთია. აბა, ვიცით, ნაკლებად ვფიქრობ ვერსიებზე და რატო გეტყვით? აი, როგორც თავიდან დაიწყეს უსაფუძვლოდ. მერე როგორც დაიწყეს მისი გაწელვა რატომღაც რაღაცისთვის ჭირდებოდათ შიგნით თუ გარეთ რაღაცა ამბებისთვის. მერე როგორც დააჩქარეს ახლა, ანუ უზენაეს ფუნქციას ხელისუფლების განსაჯოს ადამიანი, დასაჯოს დამნაშავე, გამოიწვიოს, ანუ უზენაესი ვალდებულება, ამიტომ გვინდა ხელისუფლება. კანონის საფუძველზე, კონსტიტუციის საფუძველზე, საპროცესო უფლებების საფუძველზე და ასე შემდეგ. ამას იყენებს მოქმედი ხელისუფლება, ისე როგორც ერთი მხრივ, აი პირველ მეორე კლასში ბავშვები რო წაკინკლავდებიან და იქ რო ნებისმიერი მეთოდი მოსულა, შენ თუ მომწიწკნე, ეხლა მე ყველანაირად შევეცდები რომ რაღაცა იქნა. ან მე უფროსწმას დაუძახებ და ეხლა ის რაღაცას გიზავს. ან როგორც ხდება ქუჩაში გარჩევები, რაღაც სამყაროში ზოგადად ესე იგი მე ახლა მაქვს შესაძლებლობა და შენ გაგანადგურებ. რა ქუჩაში აგერ მოქმედი დეპუტატი დააკავეს, ჯერ ქართული ოცნების და შემდეგ უკვე ხალხის ძალაში პორტირებული ლეთოდიანი ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით. ეს ქურდული სამყარო მართლა ის კი არ არის რაღაცა ციდან ჩამოვარდნილი, ის საზოგადოებაში გაიფურჩქნება ხოლმე, როცა ამას აქვს ნოყიერი ნიადაგი. და თუ ხედავს ვიღაცა ამ ტიპის აზროვნების თუ ღირებულებების მქონე ადამიანი ქურდული რაღაცების, თუ ხედავს რომ ხელისუფლება ქურდულად ურჩევს საქმეებს, თავისივე ყოფილ პრემიერებს და თავისივე ყოფილ მას რა ქვია პარტნიორებს, მარტო ბაჩიაშვილის საქმე რა დღის? და მასთან დამოკიდებულა როდის აღიძრა საქმე, როგორ დაპატიმრდა, როგორ გამოუშვა, რა პირობებში, ვისთან, ანუ ამ ტიპის გარჩევებს რო ხედავს, ერთ წუთი აღარაფერს ოპოზიციასთან დაკავშირებით. ვერეს ხედავენ ბავშვების და დიდების და იწყებენ ფიქს, რა, ეს საინტერესო, რომანტიულია, ხო და მე არ ვიცი, ბოდიშვიხდი იმ ადამიანთან და მის ახლობლებთან, უბრალოდ გვარი არ ვიცი, ლეთოდიანი, ხო, ლეთოდიანი იქნება თუ საინფორმაციო მის სახელსა და გვარს ატრიალებს. რა გვარის ადამიანი იქნება? კი, საზოგადოებაში ასეთი მოვლენები მერე მძაფრდება, მერე მკვიდრდება, იმიტომ რომ ხელისუფალმა უნდა მისცე მაგალითი. აი პარლამენტში მერე რა მოხდაო, ყველგან ჩხუბობენ, ჩვენც ვიჩხუბებთ და ხვალ კიდევ ვიმეთ ჩაიდენს, ამას ჩავიდენთო. ხო, ვიღაცა კიდევ თავის სამეზობლოს ჩაიდენს ამას რა, სამეზობლო რაში რატო არ შეიძლება მეზობლებს შორის მაშინ ურთიერთობა ასე წარიმართოს და ასე შემდეგ. ესაა პრობლემა. ხო, ხმა უნდა აღვიმაღლოთო თქვენ თქვით და ესეთ უსამართლობაზე უფრო მძაფრი რეაქცია უნდა გქონდესო. ხო, არ ვიცი რას გულისხმობთ, სხვათა შორის დღეს ნიკა გვარამიამ თქვა, ისე ვალეკოს საქმეს ვუბრუნდები, აქედან გამომდინარე რომ შესაძლებელია უფრო ხმამაღალი გამოხატვა პროტესტისა ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმართ ოპოზიციის დიდ ნაწილს დაჭირდეს ახლო მომავალში. მოკლედ ამ კაც ყურადღების მიღმა ვტოვებთო,
ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაც ყურადღების მიღმა ვტოვებთ, იმიტომ რომ ქოცების მიერ მისი ტერორისტად შერაცხვა გვაკომპლექსებსო. რა ვიცი, იზიარებთ მის ამ პოზიციას. მე არ ვიცი თუ თვითონ გრძნობს რომ რაიმეთი იყო დაკომპლექსებული, იმედია დააღწევს თავს. კიდევ მეორე, ლელოს არანაირი კომპლექსი არ ქონია. ეთქვა ის რომ რაც ვნახეთ და რაც ალეკომ თქვა რომ კი ეს გავაკეთე, რომ ეს არ იყო სწორი და არც მოუწონეთ და კიდევ მეორე არც მივესალმეთ და არც გაუზიარებია თავისი გეგმები და ასე შემდეგ. ეს არის ერთი მხარე და ეს არის ერთი თემა და ამიტომ მიდიოდა გამოძიება თუ სასამართლო პროცესი ლელო იყო ამ პროცესში გულშემატკივარი იმისა რომ დამდგარიყო ობიექტური გადაწყვეტილება, გამოკვლეული მტკიცებულებები და ასე შემდეგ. მაგრამ პირველი მეორე დღიდანვე საქმის, ასე ვთქვათ, დაეტყო მიმართულება, რომ ხო, კიდევ მეორე, ამდენში გამოგიჭირეთ და ახლა ამდენს დაგიმატებ და გამოგამწყდებ ციხეში, თუ კი რამე სასჯელია იმ ხელათი. ეს პროცესი იყო, ამიტომ ამ ნაწილში მე არ ვიცი ვის რა კომპლექსი შეიძლება ქონდეს, მაგრამ თავისთავად ის ამბავი როგორ უფრო ეფექტურად შეიძლება შევებრძოლოთ ამ ხელისუფლებას, მე პირადად მგონია და არ ამგონია მარტო ვიყო ამ ქვეყანაში, რომ ამ ხელისუფლებასთან და მასთან გამკლავება არც სადმე შესვლით და იმ ტიპის ქმედებებით ახლოვდება, რაც ალეკომ გააკეთა, არ მგონია რომ ეს პოლიტიკურად სწორი იყო, მე მესმის მისი ესე იგი აღშფოთება ყველაფრით, რაც პერსონალურად მას დაემართა, რაც ქვეყანაში ხდებოდა, მაგრამ პოლიტიკური ლიდერები თუ ვართ და რაღაცა ორჯერ მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება, მაშინ უნდა გაუძლოთ ამ ამბავს. არც 4 ოქტომბრის ამბები იყო, მთელი თავისი სცენარი და ყველაფრით, რაიმეთი ხელისშემწყობი იმისთვის, რომ ხელისუფლება დავასუსტოთ და ასე შემდეგ. ეს არის ერთი თემა, მაგრამ კიდევ მეორე კონსტიტუცია იმიტომ დამაქვს, რომ აქ არ წერია, რომ მე რომ გონია ვინმე სწორი ადამიანი მხოლოდ ისაა აღჭურვილი კონსტიტუციური უფლებებით და თუ მე დავასკვნო ვიღაცა არასწორი ადამიანია, ეშლება, მაშინ მას ეს უფლებები აღარ აქვს, მაშინ მას ვიღაცა შეიძლება დაჩაგროს, სასჯელი დაადოს, სცემოს, გააძევოს და 1000 უბედურება დამართოს. არა, ასე არ არის და კიდე რამდენი წყება ხელისუფლება უნდა შევცვალოთ ამ ქვეყანაში, რომ საზოგადოებამ ვისწავლოთ ჭკუა. მე არავის არაფრისკენ არ მოუწოდებ ახლა. ასეთ ვითარებებში როგორ შეიძლება როცა ყველაფერი ნათელია. ელემენტ მე იმიტომ ვთქვი, მე არ მithქვამს რომ მოდი ახლა მე და თქვენ ეგ მე მოდი ეს ჩავიდინოთ. მე ვამბობ, მოდი ადამიანებო საკუთარ თავთან ჩავიდინოთ შიგნით, ჩემთვის შიგნით დავარქვა სახელი. თუ რაიმე მიზეზის გამო არ გამოვალ, არ ვიტყვი, არ გავუმხელ ვინმეს რაღაცების გამო, ამაში არ აქვს საქმე. ჩემთვის მინდა დავასკვნა მე და ნებისმიერმა სხვამ, რომ ასეთი ქმედებები პირიქით სხვა ხელისუფლებების მიერ ჩადენილი გვინახავს იმ ხალხის მიმართ, ვინც მერე ხელისუფლებაში მოვიდა. ეხლა იმის ნაცვლად, რომ ეს ქმედებები წავშალოთ, მოვსპოთ, აღარ გავაკეთოთ, ახლა ის ადამიანები ელემენტარულად სამაგიეროს პრინციპით თითქოს, ხო? ერთ ალეკო რაშუაშია წინა ხელისუფლებასთან, მაგრამ მე ვაზოგადებ ამ თემას. ჩვენ უნდა საკუთარ თავს გავუმკლავდეთ. საკუთარ თავში ჩაბუდებულ რაღაცა ტიპის, არ ვიცი, ნაკლებად კონსტიტუციურ, ნაკლებად სახელმწიფოებრივ აზროვნებას და მიდგომებს. რომ ზოგჯერ ვიღაცა რომ არ მომწონს, იმას თუ სხვა ვინმე დაჩაგრავს, ეს მიხარია. აი ახლა დღეს დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ოცნების მომხრე, ხარდამჭერი, გახარებულია. იცით, მეგობრებო, თუ დაინახავთ რომ გჯერა რომ სამართალმა ჭამა პური, სამართალმა რო პური ჭამა, ამითი უნდა იყო გახარებული და არა იმითი რომ ვიღაცა დაიტანჯება ამის გამო. ეს არის რაც აქ წერია და ეს უნდა დავამკვიდროთ ამ ქვეყანაში. თქვენ არ გემშვიდობებით, კიდევ ბევრი თემა გვაქვს განსახილველი. მე დავაანონსე რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი იმართება, თემა 4 ოქტომბრის საქმეა, გვაქვს მე მგონი შესაძლებლობა პირდაპირ სიგნალი შემოვიყვანოთ ეთერში, აი კადრში ხედავთ თქვენ უკვე ბრიფინგის ტრიბუნა მზად არის, ვნახავთ ვინ იქნება სპიკერი, თემა როგორც წინასწარ ვიცით ანონსიდან იყო 4 ოქტომბრის საქმე. მოდი დავტოვოთ კადრი და მე თუ შემიძლია გავაგრძელებ საუბარს რესპონდენტთან იმისათვის რომ დრო არ დავკარგოთ ეს მოლოდინის რეჟიმში და როგორც კი დაიწყება კი ბატონო ბრიფინგი თუ რამე გამოგრჩება აუცილებლად დამაწევთ ამას. როგორც კი სუსი გამოჩნდება გავისუსებით. გავისუსებით აუცილებლად. ხო, როგორ უნდა შევცვალოთ
შეუცვალოთ, ხო, ხელისუფლებავი, სხვა სიტყვებით თქვით, მაგრამ შინაარსი ასეთი იყო. იცი რა, მე მეგონა რომ არათუ გზა ხელისუფლების შეცვლისა და სტრატეგია, არამედ ოპოზიციას გარკვეული ქონდა, ცალ-ცალკე თუ არ ვიცი, ერთად, ალბათ უფრო ცალ-ცალკე, ვის რა უნდოდა. დღეს აღმოჩნდა რომ ესეც კი სათუოა, ყველა უნდა დაფიქრდეს რისთვის იბრძვის, სიტყვების რა ხაროხი არაფერს ცვლის და ხშირად საზოგადოების შეცდომაში შეყვანეს, ისევ გვარამიას ვაგრძელებ. გვარამია, ან მომიყვანეთ აქ და იქ ვისაუბრეთ, ან და დავანებეთ თავი. იცი რატო არ გინდათ ამის კომენტირება? ყველა უნდა დაფიქრდეს. თქვენ ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხებთ? კი ბატონო. მე არც ის მინდა რომ უშუფაშო მე თქვა და გვარამიას კითხო თქვა. ხო, ნახეთ, საქმე ეხება გარკვეულ ერთობას. ანუ ეს ის კაცი არის, ანუ გვარამია, რომელიც დღემდე არ ვიცი იმედი აქვს თუ არა კიდევ რომ შესაძლებელია ლელო ძლიერი საქართველო რაიმე ფორმით ამ ერთობაში იხილოს, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის სურვილი აქვს და განსხვავებით მისი თანაალიანსელებისგან ამ სურვილს არც მალავს. ამიტომ შესაძლებელია ამ განცხადების ადრესატი გარკვეულწილად თქვენი პოლიტიკური ძალაც იყოს. შესაძლებელია ამაზე ვიმარჩიელო, მე არ ვიცი. გვარამიას თუ რამე აქვს გასარკვევი ლელოსთან, ლელოს ლიდერების ყველას ტელეფონი იცის ზუსტად და კარგად და შეუძლია 2 წუთში დარეკოს და შეხვდეს ან დაელაპარაკოს ნებისმიერს თუ რამე სასაუბრო აქვს. ამასობაში, როდესაც საუბრის დრო და ვითარებები ყოფილა, მაგალითად წინა საპარლამენტო არჩევნების წინ, კი, მაშინ იყო საუბარი და ხო ჩვენ და გასაოცრად თემა, რომლის გამოც ის საუბარი წინ ვერ წავიდა, ხო, აღმოჩნდა შემდგომ ძალიან დიდი და პრობლემური და ჩვენ ამაზე ხმა არ მოგვიღია, იქ სხვა პარტნიორებმა დაიწყეს, მისმა და ვიცი, დღევანდელი ალიანსის პარტნიორებმა გარკვეული პიროვნებების საუბარი და ეს დიდი და პრობლემური თემა არის სალომე ზურაბიშვილი, როგორც ერთიანი არ მინდა მე რატო გეუბნებით რა, მართლა არ მგონია და არ თვლი რომ ეს არის მნიშვნელოვანი ახლა ვის როდის რა აზრი გაუჩნდება იმაზე ვილაპარაკო. ლელოს აზრი და პოზიცია ჰქონდა და აქვს ძალიან მკაფიო 20-შიც, 24-შიც, 25-შიც. დიახ, ჩვენ თვლიდით რომ 2025-ის ადგილობრივ არჩევნების გარშემო დარაზმვა იმ ვითარებაში იყო სწორი გზა, მაქსიმალური შედეგის მიღწევა იყო შესაძლებელი და ეს შესაძლებლობა იქნა ხელიდან გაშვებული. ეს არასწორი იყო. ხვალ იქნება მსგავსი ვითარება. ჩვენ ისევ ვილაპარაკებთ და ისევ დავიჭერთ სწორ პოზიციას. ოპოზიცია როგორც ასეთი, როდის რას გააკეთებს, ეს არის შეუძლებელი რომ განსაზღვროთ. იმიტომ რომ ამ ოპოზიციაში არის ესეც და ესეც. ამიტომ ჩვენ ვლაპარაკობთ ამ შემთხვევაში იმაზე, რომ კი განსხვავებული მოსაზრებებია, ლელოს პოზიციები და მოსაზრებები და ხედვები ნათელია საზოგადოებისთვისაც, პოლიტიკური ლიდერებისთვისაც და თუ ვინმეს რამე კიდე რამე გასარკვევი აქვს, კიდევ მზად ვართ რომ ვისაუბროთ. რამდენიმე მიზეზის გამო გეკითხებით, ხა არ მინდა რომ არასწორად გაიგოთ, რომ რაღაცა მხოლოდ გვარამიას განცხადებების კომენტირებას გთხოვთ. არასწორად არ გავიგებ. კი ბატონო, ნახეთ, საუბარია იმაზე, რომ მხოლოდ ძლიერი ალტერნატივა ოპოზიციური და ეს ძლიერი ალტერნატივა ვინც ძლიერ ალტერნატივაზე ლაპარაკობს იქნებ ძლიერები რომ არიან იმას ნუშლიან, ნუ აკუცმაცებენ და მერე გადიან სადღაც ერთ გორაზე, მეორე გორაზე და იქიდან ლაპარაკობენ, ეხლა ძლიერი უნდა შევქმნათო. და ბიჭო, ძლიერში რომ იყავი და იქ იყავი, ის გაგეძლიერებინა კაცო. გვარამიას მისამართი. ყველას ვეუბნები ამას, მარტო გვარამიაში იყოს პრობლემა, ნიკას მე აუხსნი და დაველაპარაკებოდი. მიშაშიც არის პრობლემა, ანუ რასაც ვხედავთ ახლა ის შლის არსებობაზე. პრობლემა. ამ პრობლემას და ამ არასწორ ქმედებას ვინ როდის ჩაიდენს ან ჩაუდენია ან რა ვიცი დღეს ჩადის, ხო? ეს ახლა რა შევხედოთ და დავინახავთ, არა. ზოგადად ძლიერი ალტერნატივა, რა თქმა უნდა, საჭიროა. და ძლიერი ალტერნატივის შენება საჭირო და ძლიერიდან აუცილებელია თუ ახლა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატია, ხო? და იქ 48 გუნდი იყო წასული. როგორ ფიქრობთ, რომელიმე გუნდი იქ მიდიოდა და თვლიდა რომ არ არის აუცილებელი ვიყოთ ძლიერი? თუ მიდიხარ კონკურენციაში, თუ მიდიხარ დღევანდელ ვითარებაში, ბრძოლაში, რა თქმა უნდა იყო ძლიერი. მაგრამ მე ამასობაში უნდა კონდეს იმისი ჭკუა, რომ რა გაძლიერებს და რა გასუსტებს. და თუ ძლიერობა გინდა, უნდა გაძლიერდე. იქ ტრამპა კი დაურეკა FIFA-ს პრეზიდენტს და რაღაცები ჩააწყო, მაგრამ იქ ხომ ყველასთვის თანაბარი პირობები არის მოედანზე შექმნილი, ხო? ძლიერი არ უნდა იყო? არა, ძლიერი აუცილებლად უნდა იყო, მაგრამ ანუ შეგიძლია თანაბარ კონკურენციაში დაამტკიცო შენი სიძლიერე და არა უთანასწორობაში, სადაც შესაძლებელია დაგჯაბო.
თქვენი არგუმენტი უყურეთ რას ნიშნავს? დიახ, როცა თანაბარი პირობებია და თანასწორობაა, მაშინაც აუცილებელია სიძლიერე და თუ თანასწორობასთან გაქვს საქმე და ხელისუფლება უთანასწორო ვითარებას ქმნის, კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს. ხელისუფლებას რომ მოუგო 52%-იანი მხარდაჭერა საზოგადოებაში არ არის საკმარისი, საჭიროა 72%-იანი მხარდაჭერა ჯამური. ეს არის მალე ელემენტარული ამბავი. დიახ, კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს და კიდევ უფრო სიძლიერეს რაც ხელს შეუწყობს, იმას უნდა აკეთებდე, ვინც ამ ჭკუამდე ხარ მოსული და არა პირიქით. კი ბატონო, აი დღეს არის რაიმე რესურსი და შესაძლებლობა, რომ ესეთი ძლიერი, არ ვიცი, ოპოზიციური ალტერნატივა შეიქმნას. თუ თქვენ ამ თემაზე დაასრულეთ უკვე საუბარი. არა, როგორ დავასრულებ? ჩვენ არც ერთი დღე არ გვიარსებია ძლიერი საარჩევნო ალტერნატივის შექმნაზე ზრუნვის გარეშე. პოლიტიკური პარტია ლელო ამითი იყო დაკავებული, ამითია დაკავებული, ვინც ამითია დაკავებული, მასთან ერთად შეიძლება ერთმანეთის გაძლიერებაზე საუბარი, მაგრამ ვინც ზის და ელოდება, როდის იქნება კარგი საარჩევნო გარემო, რომ მე არჩევნებში მონაწილეობისთვის დავრაზმო ხალხი, მე იქ სიძლიერე როგორ გინდა მიიღო? ამიტომ აქ მარტივადაა საქმე. ხო, ნახეთ როგორი სიტუაცია ახლა კი ბატონო, გავისუსეთ, იმიტომ რომ სუსმა დაიწყო ბრიფინგი და გვაინტერესებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული სპეციალური ღონისძიების შედეგად, რომელიც ბოლო 4 დღის განმავლობაში სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ჩართულობით მზადდებოდა, საქართველოს სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში დააკავეს წებნილი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა შენახვა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 4 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის მახლობლად ტყის მასივში სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს გადამალული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით. გამოძიებით დადგენილია, რომ უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით დაკავებულს შეძენილი ჰქონდა ზემოთხსენებული საბრძოლო მასალა, რომლითაც 4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორებს საჭიროების შემთხვევაში დივერსია უნდა მოეწყოთ. როგორც გახსოვთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად გასული წლის 4 ოქტომბერს ასევე მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალებაც, რომლებსაც სავარაუდოდ აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადაეტანათ. დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მესამე ნაწილით გასული წლის 6 ოქტომბერს დაუსწრებლად წარედგინა. მეორე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ აქვედი ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა, ხოლო 8 ოქტომბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. გარდა აღნიშნული კვალიფიკაციისა, გამოძიება მუშაობს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაზე დივერსიული აქტის თუ საზღვრის უკანონო კვეთის მომზადების მიმართულებით. ასევე გამოძიება მუშაობს დაკავებული პირისა და მისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე ბაჩანა ახალაიასთან, პაატა ბურჯულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან. მადლობა ყურადღებისთვის. მოკლედ სულ ეს იყო, ბატონ დავით, გვითხრეს, რომ მოკლედ დააკავეს პირი, რომელიც ბრალდებული არის საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანაში და მოკლედ ეს ყველაფერი განკუთვნილი იყო იმისათვის, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორებს უნდა მოეწყოთ დივერსია. თქვენს რომ გამოძიება გრძელდება და შესაძლებელია აი ამ დივერსიის
ამ დანაშაულის დამკვეთი პირების გამოვლენა კიდევ მოხდეს. ნახსენები იყო უკრაინაში კონტაქტი. რა ვიცი, გაქვთ რომ ახალი ფაქტები, ახალი გარემოებები, ახალი გვარსახელები შეიძლება გაჩნდეს ამ 4 ოქტომბრის საქმეში და ერთსაც დავამატებ რა, იმიტომ რომ ეს მოთხოვნა და მოლოდინი აქვს ყველას. ანუ ხრივად გვესმის ჩვენ ინფორმაცია, რომლის ავტორიც არის სუსი ამ დროს დაგვიანონსეს დაკავების პირველივე დღეებში ბრალდებულებმა ხომ ზოგი მათგანი მე მგონი მსჯავრდებულიც არის უკვე რომ ისინი უფრო მეტ ლაპარაკებდნენ იმ შესაძლო ღალატის შესახებ რა მოკლედ 4 ოქტომბრის საქმის შესახებ გაქვთ თუ არა მოლოდინი რომ შესაძლებელია დადგა ის მომენტი რომ მათ უფრო მეტი ინფორმაცია გამოიტანონ იმისათვის რომ ობიექტური განსჯის შესაძლებლობა მოგვცენ პირველ რიგში რაც მოვისმინეთ ახლა უსმენდი და უსმენდი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ძალიან მინდა რომ ჩემს ქვეყანას, ჩემს სახელმწიფოს არავინ არ უქმნიდეს ისეთ ხიფათებს, როგორიც არის აფეთქება და დივერსია და 1000 უბედურება. ამიტომ ძალიან მინდა რომ მე ვიყო 100% დარწმუნებული, რომ ჩემი ხელისუფლება ამას ებრძვის ეფექტურად, ებრძვის მუდმივად და არის მის იმედად მე ჩვენ გძინავს მშვიდად. ეს ყველაფერი მინდა. მაგრამ ამ ხელისუფლების და ამ სამართალდამცავი სისტემის ის ქმედებები, რომელზეც წაღან ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და აღარ გავიმეორებ. თავად 4 ოქტომბერთან დაკავშირებულ საკითხებში მათი პოზიციონირება და მათი ქმედებები. იმ კრიტიკულ ვითარებაში, რაც ვნახეთ, იმ ღობის გადანგრევა, გადმოგრევა თუ და ასე შემდეგ, სად იყო მაშინ ან დაცვა, ან მაშინ როდესაც პარლამენტი სამი ალყით იყო ხოლმე დაცული სპეცნაზების მხრიდან და ესე იგი 20 მეტრში ვერ მივახლოვდებოდი, გამოცხადდა მივდივართ იქით და ნახევარ საათ შემდეგ მივიდა ხალხი და კაცშვილი არ არის იქ და ასე შემდეგ. ანუ უამრავი ასეთი ამბავი იყო. თავად ეს 4 ოქტომბერი ძალიან კომპლექსური მოვლენაა. იქ იყო უამრავი რა ვიცი 95% მოქალაქეების მორიგი რაღაცა იმედით რომ რამე მოხდება სასიკეთო ვისაც არც დაგეგმაში მიუღია მონაწილეობა არც გეგმა ცოდნია არც ვინმესთან კონტაქტი ცოდნია და ასე შემდეგ და ერთ-ერთი ცუდი ამბავი ისაა რომ ჩვენ 100,000-ობით მოქალაქეს ხან ამგზით ხან იმგზით კვლავ იმედგაცრუებას რაღაცა მოუვლენთ ხოლმე გარდა ამისა ჩვენ ნახეთ იქ ორგანიზატორების გაუთვლელობა 4 ოქტომბრის არც დაგეგმაში მიგვიღია მონაწილეობა არც ორგანიზებაში არც ჩადენაში და არც ყველაფერ არაფერში ამ შემთხვევაში არც ლელოს და არც მე მაგრამ კიდევ მეორე გვაქვს თვალები ყურები პატარა ორი უჯრედი გვაქვს ტვინში და ვაანალიზებთ რაღაცებს კი ჩვენ იქ დავინახეთ ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა ამ გზით წასვლის შემთხვევაში, მაგრამ დავინახეთ ხელისუფლების უხილავი ხელიც. მის მიერ ამ მახეში შესული თუ შეყვანილი პროცესის, ასე ვთქვათ, ბოლომდე მიდენის და მე აქედან გამომდინარე, მანამდე თუ კი რამე ჩაიდინა თავად ხელისუფლებამ ყველაფრის გაправების, ყველა პროტესტის მქონე ადამიანის თვის ამ კლეიმოს მიწებების რო აი თქვენ ხართ ასე ეს ყველაფერი ვნახეთ შესაძლებლობის კარგად ამიტომ ვამბობ რომ ხელისუფლება მინდა მყავდეს მე ისეთი რომელიც 100%-ით უმწიკულოა ალეკო ელისაშვილთანაც უმწიკლოა თქვენთანაც ჩემთანაც რომ მე რო გამოვა და ასეთ განცხადებას გააკეთებს მე შვებით ამოვისუნთქებ რომ ხო იქაც ესე იგი უმწიკლოა და ჩაიდინა გააკეთა ისაც უნდა გაეკეთებინა რასაც მისგან ველოდი ყველაფერთან ერთად ეს ქართულ სომხური საზღვრის შუა ნეიტრალური მწვანე ადგილი რაღაცა უკვე იმათ იქცა ხო მოჯადოებო ასე ვთქვათ ესე იგი დამნაშავეები დარბიან მე მივლენ გაჩერდებიან იქ და ელოდებიან როდის მივლენ ჩვენი სამართალდამცავები და აიყვანენ. ნუ რა ვიცი ხო ფაქტობრივად ხო? ბევრი ასეთი თემა და ამბავია. კიდევ მეორე. მე მინდა რომ ჩემი ხელისუფლება იცავდეს კანონს, კონსტიტუციას და ყველაფერს. და არ მინდა რომ ან მე ან ვინმე სხვას გვებადებოდეს კითხვები. ამ თემასთან, იმ თემასთან იმიტომ რომ ეს ქვეყანა სავსეა კეთილი ადამიანებით, სავსეა ასევე ბოროტმოქმედებით. ბოროტმოქმედები ცოტანი არიან, იმ ცოტას მე მთელი სახელმწიფოების ჩვენი სახელით, ჩვენი ბიუჯეტით, ჩვენგან მიცემული უფლებით ასე მინდა რომ ებრძოლონ
მაგრამ კიდევ მეორე ამ საქმესთან დაკავშირებით, ესე იგი ბადრი ჯაფარიძე იმასთან აქციაზე ხმამაღლა ესაუბრებოდა მოქალაქეებსო, მოწმემთქვაო. და პოლიტიკოსები გამოირჩეოდნენ ხალხთან აქტიური მიმართვითო. და ესე იგი საბოტაჟს ჩადის. ვაშაძე საერთოდ თურმე იღიმოდა აი ამ ასე ვთქვათ ხელისუფლების დამხობის მოწოდებებზე და ესე იგი მოწონდაო. ხო და მთელი ამბავი აქ რო წერია რაღაცეები, ხო? ის ამას ავიღებ. აქ როგორი ამბავია? დანაშაული რომ მე ესე იგი შემერაცხოს და თქვენი სახელით მე ვინმე მოსამართლემ ამა თუ იმ გვარის ადამიანმა თქვენი სახელით იმ რომ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს სახელით მითხრას ახლა შეუნდა ჩაჯდე იქ და აქ უნდა დაამტკიცოს ძალიან ბევრი რამ რომ ჩემი განზრახვა იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ წავსულიყავი ჩემი განზრახვა იყო დამემხო ხელისუფლება მე ამეღვეს და ასე შემდეგ ახლა ესენი ამ სტანდარტს ჩამოყავთ აი აქამდე. ახლა მათი სტანდარტებით მე და თქვენ რა ვიცი შეიძლება 30-ჯერ ჩავიდინეთ რაღაცა უბედურება. იმიტომ რომ აქ იცით რომ ჟესტიკულაციებით არაფერი გვინიშნებია ბატონო დავით. ერთხელ ცოტა რომ ისე გაიღიმე მე მგონი რაღაცა სხვა იფიქრე შემაგროს და ცოტა დასაკვირველია. მაგრამ ყველაფერი თავის ადგილზე დგება, აი ბევრი საუხსნელია კი, მაგრამ როგორ შვებიან. ყველაფერი თავის ადგილზე დგება. როგორც კი დავინახავთ რომ ხო აქ ისე იმასთან გვაქვს საქმე. როგორც კი ხელისუფალი ამბობს რომ სახელმწიფო ეს მე ვარ, მე მას რაც არ მოწონს, პერსონალურად მის წინააღმდეგ თუ კი რამე იქნება ნათქვამი, ისევ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებ. და ასე შემდეგ. კი ბატონო, და აი რადგან ცოტა დრო გრჩება, ყველა შეკითხვას გავაერთიანებ და ასე გკითხავთ, თქვენ საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსი ხართ. ამიტომ ყველაზე უკეთ დაინახავდით ახლა რისი მცდელობა აქვს ოპოზიციურ ფლანგზე, რასაც თვალსაჩინოდ ხედავთ, ხო, რასაც რაღაცა განსაკუთრებული ჩაძიება არ ჭირდება. შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ამბობენ ერთნიდან, პრინციპი გასაგებია. ვინ ამბობს მაგას? ოპოზიციური ალიანსი ეს მათი ასე ვთქვათ საბრძოლო პოლიტიკური დევიზია. სალომე ამბობს, სალომე ზურაბიშვილი, რომ აუცილებელი ერთიანი ფრონტი მათ შორის საარჩევნო ხმების დასაცავად. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მიშა versus ბიძინა, რეალურად ეს მოცემულობა იქნება პოლიტიკური და ამას უნდა გაუსწოროს ყველა თვალი და ან ერთს უნდა ჩაებას, ან მეორეს. აი რეალურად ამან შეიძლება თუ არა ზიანი მიაყენოს ოპოზიციურ ფლანგს ასეთმა მრავალპოლუსიანმა ფრონტის გაშლა პოლიტიკურ ველზე თუ პირიქით კარგიც არის და ამომრჩეველი თვითონ გადაწყვეტს რომელი ასე ვთქვათ საბრძოლო ხაზისკენ გადაიხაროს. ეს ყველაფერი იქნება პოზიტიური, ეს მრავალფეროვნება. თუ კი ყველა მეც თქვენც პოლიტიკური ლიდერებიც მოსახლეობაც ამ ყველაფერს დაამატებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს. რას ამბობს ლელო? ამ დროს ლელო ამბობს ეს ყველაფერი კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში არის აუცილებელი იმ პირობით, რომ ეს ყველაფერი ემსახურება იმ დღისთვის, რომელსაც არჩევნები ქვია, მობილიზაციის, აქტიურობის, რაღაცა სიძლიერის პიკის მიღწევას. ნებისმიერი სხვა შუალედური პიკის დასახვა, რომ სანქციებით გაიქცევა ბიძინა, დემონსტრაციით მას შეეშინდება და წავა. ბევრი ჩვენი რიტორიკით და კიდევ ერთხელ ახსნით რაღაცის. უცებ დაждდება და იფიქრე, უი, ეს რამდენი შეცდომა დამიშვია. ესე იგი, აბა მოდით მითხარით როგორ გავაკეთო, როგორ მოგაბაროთ ხელს. ნებისმიერი ასეთი რამ, ეს არის ანუ შუალედური პიკების გამარჯვების მცდელობა, ეს იქნება მორიგი, არაეფექტური და არასწორი სვლა. თუ ამ ყველაფერს დაემატება ლელოს მარტივი ფორმულა, ეს ყველაფერი კარგია, თუ ის ემსახურება არჩევნების დღისთვის მობილიზაციის, აქტიურობის, სიძლიერის პიკის ფორმაში შესვლას და იმ არჩევნებში მერე ყველას მხრიდან თავისი წვლილის შეტანას.
პროპორციული არჩევნების დროს. მიშა versus ბიძინა როგორ შეიძლება იყოს კარგი მათ შორის ლელოსთვის, ანუ ამ ფორმულამ 14 წლის განმავლობაში მხოლოდ წარმატება მოუტანა ქართულ ოცნებას. ეს ნაციონალურ მოძრაობამ ესე იგი იფიქროს ამაზე. ჩვენ ვიზიარებთ ამას, რომ ესე იგი არჩევნებით მიშა უნდა მოვიდესო? ეს მისი აზრია. ეხლა ხო არ შევაცვლებენ ამ ადამიანს და ხო არა უკრავ პირს. ან ხომ არ რაღაც არ ვიცი რას ჩავიდენ. ის ასე ლაპარაკობს. ასე ლაპარაკით თავისი ამორჩეველი გააქტიუროს, კი ბატონო. ლელო უზრუნველყოფს იმას, რომ მისი ამორჩევლის აქტიურობით ბიძინა დასუსტდება, მაგრამ ხელისუფლებაში მოვა არა მიშა, არამედ ვინმე სხვა. ეს ასეა, ახლა როგორ ვიღაცამ თქვას, რომ ან ის ამბობს, რომ რადგან მე ასე მინდა, აბა ყველა დანარჩენი გაჩვენით სახლებში წადეთო? ის კიდევ იმერო ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ რაც ჩამოთვალეთ, ეს არის განსხვავებული ფლანგებიდან აქტიურობის ფორმები. პრემიერობის კანდიდატი უნდა იყოსო, ასეთი რაღაცები თვითონ არ წასვლა უნდა და ახლა მოსვლა უნდა გავიგე. ახლა რა ვიცი, უამრავი ახალი პარტიები იქნება და ყველა ლიდერს რაღაცის პრეტენზია აქვს. გავაკითხეთ, თუ ნებისმიერი ახალი პარტიის ლიდერი რისთვის ემზადება? თავისი პრემიერობის კანდიდატი სულ ცოტა? თვითონ რისთვის ემზადება სამინისტროში სამართლოს უფროსად დამნიშნეთ, დანარჩენი თქვენი ყავითო? ასე არ არის, კი ბატონო, გავიგე. მაგრამ ეგ არ არის მნიშვნელოვანი, ქალბატონებო, მნიშვნელოვანი სხვა რამეა. სანქციებისთვის არის კი ბატონო, აქციები? კი ბატონო, სადმე ერთობა ხდება? კი ბატონო, რეგიონებში გასვლა და ხალხთან? კი ბატონო, მე მინდა რომ მოვიდე და მე უკეთესი ვარ? კი ბატონო, დაარწმუნე კიდე 2000 ადამიანი გამოაკელი ბიძინას ლაშქარს. ლელო თავისაშვება. ამ ყველაფერს ექნება შედეგი, კიდევ მეორე. თუ დავინახავთ რომ ამ ყველაფრის პიკი არის არჩევნების დღე და საარჩევნო ყუთებთან უნდა გავაკეთოთ ეს. ხმების დავიცვათ, ესეც გავაკეთოთ. მანამდე სხვანაირად, რომ ჯერ სამართლიანი არჩევნები მოვიპოვოთ რაღაცა ფორმით და მერე ვიფიქროთ ამაზე, ეს იქნება არასწორი გზა. აი, არ მარტივი ამბავი. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დავით უსუფაშვილს უსმენდით, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს. რეკლამის შემდეგ გიგი წერეთელი შემოგვიერთდება სტუდიაში. მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში და ძალიან მოკლედ შეგახსენებთ რა გვითხრა სუსმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე, რომ საქართველოს სომხეთის გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში დააკავეს საქართველოს ძებნილი მოქალაქე, რომელსაც დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, სასროლი მასალისა და ასაფეთქებელი საშუალების შეძენა შენახვა ედება ბრალად. ძებნილი პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა 4 ოქტომბრის საქმეში ფიგურირებს. სხვათა შორის კიდევ ერთი რამ რაც ითქვა და ცოტა ხანში კიდევ უფრო დეტალურად შემიძლია შეგახსენოთ ეს ინფორმაცია. მოკლედ აი ამ საქართველოს სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში დაკავებულ პირს საქართველოს მოქალაქეს, რომლის ვინაობა არ გამჟღავნებულა, ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა შენახვა. ეს ბრიფინგი ცოტა ხნის წინ სუსის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ლაშა მაღრაძემ გამართა. გიგი წერეთელი პარტია ევროპული საქართველოს თავმჯდომარეა ჩვენთან ერთად. რა თქმა უნდა, ბატონო გიგი, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში დავიწყოთ აი ამ მოლოდინებით, როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა კიდევ სხვა განვითარება, სიღრმე და განვრცობა მიეცეს 4 ოქტომბრის საქმეს. კიდევ დამატებით ვიღაცაები დააკავენ, ბრალი დაუმძიმონ და ასე შემდეგ. მიესალმებით თქვენს ტელემაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. აი რა ვიცი ხა როგორი პასუხი შეიძლება იყოს. უკვე ყველანაირ ლოგიკას ცდება ის ამბები, რაც საქართველოში ხდება ამ რაღაცა რეპრესიული გარემოს დამძიმების თვალსაზრისით. პირველად ამას არ ვამბობთ, მაგრამ მთელი საეთერო სივრცე და მთელი საინფორმაციო სივრცე არის მუდმივად დაკავება სასამართლო ვიღაცისთვის ბრალის წარდგენა, ნუ აი რაღაც კიდე წარმოუდგენელი ვითარებაა. ახლა ჩვენ სანამ შევიდოდით ეთერში ამაზე ვსაუბრობდით, მარტო ვერც წარმოგვიდგენია ალბათ ხო გარკვეული პერიოდის წინ ასე განვითარდება მოვლენები, მაგრამ
ну როგორც ჩანს ის რასაც წიგნებში ვკითხულობდით და რაც ისტორიულად ვიცოდით, რაც სხვა ქვეყნებში ხდებოდა და გვეგონა რომ ის არასდროს ჩვენთან არ მოხდება, სამწუხაროდ ახლა ეს სურათი იშლება ჩვენ წინ. ხო, რაც გამოაცხადეს, მე არ ვიცი, ხო კიდევ უფრო მეტ სიმძაფრეს, ხო, კიდევ უფრო მეტ სიმძაფრეს ზენს ეს იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის სასაფრთხებელი ნივთიერება, დივერსია. ხო, არ ვიცით, ეხლა ჩვენ, ნუ, თუ არა, თქვათ ოპოზიციასაც რომ თავი დავანებოთ, ჩვეულებრივი ადამიანისთვის, რაღაც შეიძლება იყოს დამაჯერებელი, რაღაც არ იყოს დამაჯერებელი, მაგრამ თუ შევხედავთ იმ პრიზმაში, რომ დღეს რეალურად ყველაფრის გაკეთება შეუულია, ესე იგი ისე არის ყველაფერი რაღაცა ხელში აღებული, ხო, ამ მიმართულებით სამართალდამცავი სისტემა როგორც უნდა თვისაც უნდა იმას დააპატიმრებენ, წარუდგენენ ბრალს, ну ჯერჯერობით რა ვიცი დაბეზღებით და ანონიმური წერილებით, მაგრამ დაახლოებით ესეთი სურათიც მალე შეიძლება იყოს, რომ ვიღაცას როგორც იყო აი ალბედით 30-ან 37 წლებში და შემდგომ ხო რაღაცა წერილს დაწერს ვიღაცა და იმის საფუძველზე შეიძლება დაიწყოს საქმეს აღძრავენ, მაგრამ შეიძლება დააპატიმრონ. ყოველ შემთხვევაში ეხლა რაც არის ეს ყველაფერი, მე არა მაქვს არანაირი ამის ასე ვთქვათ დაჯერების სურვილი კი არა, ზოგადად რა ვიცი, როგორ შეიძლება ყველაფერი დავიჯერო, იმიტომ რომ შეუულიათ ამის ფაბრიკაცია, ვიღაცა თავის თავზე აიღებს, ვიღაცას დაიჭერენ, იცი როგორც ბევრი კითხვის შეშებია თვითონ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. რომ ეს რაღაცა დადგმული იქ ვიღაცები პენეტრებული არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ბევრი ვერსიებია ფაქტია არ ვიცი პოლიტიკოსების წინ დაუხედაობით თუ შეცდომით ხელისუფლება ძალიან სარფიანად იყენებს ახლა სათავისოდ ვერ იტყვის რომ რაღაცა შეცდომა არ არის ის არ არის მაგრამ გავიგე რომ არსებობს ამ პროცესში მაგრამ როდესაც პოლიტიზებულია მთლიანად სამართალდამცავი სისტემა და სასამართლო სისტემაც იქ რაღაცნაირად აი დამაჯერებელ ესეთ ფაქტებზე რომ აი გჯეროდეს ჩვენ ეს ყველაფერი რასაც ამ შემთხვევაში სუსი გამოაცხადებს სახელმწიფო სხვა შესაბამისი სამსახურები ხო ეს ნამდვილად ასე არ არის ეს ნდობა არ არის როდესაც საუბარია აი ლეგიტიმაციის ნაკლებობაზე როცა საუბარია ნდობის ნაკლებობაზე თვითონ პროცესზე ხა არჩევნებობდეც მივალთ ხო ამ პროცესამდე იმიტომ რომ სადღაც საფუძვლიდან იწყება ყველაფერი და შემდეგ გრძელდება თუ ეს საფუძველი არ არის სწორი შემდეგ ეს ნდობა არ არის საფუძველში ნდობა აღარ არის მერეც ამიტომ არ ვიცით რა არის ეს არის მათი ვერსიები რამდენად დამაჯერებელია რამდენად ვიცით ის უფრო მეტი თავად ამ 4 ოქტომბრამდე არსებული მოსამზადებელი პერიოდის შესახებ უნდა ისაუბროს თუ არა უფრო მეტი თუ ამ ხრივაც შეზღუდულები არიან და ჩვენ არ უყურებენ ამ გადაცემას ის ადამიანები ვინც არიან ახლა იქ ჩვენი მეგობრები არიან და ჩვენ ყოველთვის სოლიდარულები ვართ მათ მიმართ ჩვენ ახლა არ განვჟით არაფერს, იმიტომ რომ დრო მოვა და ალბათ ეს სიმართლე გამჟღავნდება რა იყო, ვის რა შეეშალა, ვინ. იქ ხან შეცდომებზე ლაპარაკი, ხან ღალატზე ლაპარაკი, ხან რაღაცაზე, ხან დადგმაზე ლაპარაკი, არ ვიცით ეს მე ხო არ შემიძლია ამაზე ვისაუბრო პოსტფაქტუმ, ახლა ჩვენ რაღაცებს ვაფასებთ და ალბათ ხო უნდა ითქვას, რა ვიცი და იტყვიან კიდეც მე დარწმუნებული ვარ ამის საშუალება თუ მიეცემათ. ნუ არ ვიცი ახლა როდის იქნება ეს მაგრამ ის ყველაზე კარგად იმ ხალხმა იცის ხო ეს შესაძლებელია ბრალი ვერ შეუმსუბუქოს მაგრამ იგივე მორალური თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილში რაღაცა შედეგი მოიტანოს იმიტომ რომ ნახეთ აი ეხლა ვფიქრობდი ზუსტად ჩემთვის რომ ხელისუფლების სახელისუფლებო პროპაგანდა მოქმედებს ერთგვარად არ ვიცი ცივი და ცხელი შხაპის პრინციპით ანუ ტერორიზმის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილი რომლის ტერორისტულ აღჭურვილობაში მხოლოდ 2 ლიტრი ბენზინი თუ 2 ბოთლი ბენზინი შედიოდა და ვინც არ დაიჯერა ალეკოს ტერორისტობა ბატონო დივერსიის მოწყობას აპირებდნენ და ცეცხლსასროლი იარაღი შემოიტანეს რა ვიცი უკრაინიდან იმისათვის რომ თბილისის ცენტრში მოეწყოთ დიდი არეულობა და ხოცვა ჟლეტო არ მინდა ახლა ზუსტი ანალოგიები გავავლო მაგრამ და პარალელები მაგრამ ნუ დაახლოებით ასეთ მსგავს ისტორიებს თქვენ თუ ამოვიღებთ რაღაც მასალას ნახავთ რომ მაგალითად ზოგიერთ
ავტორიტარულ ან უფრო ღრმაწავალ კიდე დიქტატურაშიც და ჯერჯერობით ახლა ამ გზას კი სამწუხაროდ დაადგა დღეს არსებული მართველი პარტია, იმიტომ რომ დემოკრატიაზე აღარ არის ლაპარაკი საქართველოში, ხო? არის ეს რაღაცა ავტორიტარული რაღაცა სივრცე იქნება და ასეთ ისტორიებს ნახავთ, ხო? სავსე იქნება ალბათ ის ბრალდებებით, ციხეები ბელორუსში მაგალითად, სხვა ტიპის პოლიტიკური ბრალდება, ტერორიზმის ბრალდება ირანში და ასეთ ქვეყნებში სულ ამას ალბათ ასეთი ფაბულაა ყველაფერს, რომ აი ეს აწყობდა ტერორისტი იყო, ის აკეთებდა ამას, 27 წელი გავიხსენეთ, დაბა მეტი რა იყო, ხო? ვიღაცას კონტრრევოლუციური ლიტერატურისტის აპატიმრებდნენ, მაგალითად ბაბუაჩემს და ვიღაცას რა ვიცი, ხან გვირაბის თხრას დააბრალებდნენ, ხან ვიღაცის მკვლელობის მცდელობას, ჩანაფიქრს და სხვა. ნუ აი უკვე მივდივართ ეხლა სადღაც ხო ეს რა ვიცი, უკვე ისე გახდა ამ სინამდვილეში ორველზე სულ ბევრი ლაპარაკობს, ხო? მაგრამ ხო რეალურად რაღაცა იმდენად ისეთი რაღაცა ალუზიებია ამასთან დაკავშირებით, რაღაცა მსგავსებებია. მე პირველი აი ამ ბოლო პერიოდში ისევ გამახსენდა, როდესაც ეს Facebook კონტროლის ის გახდა პოლიცია რეალურად და ეხლა დღეს უსმენდი იმას რა ქვია ვახოსანაია, ესე იგი დააჯარიმეს იმისთვის, რომ ამ ხალხმა თქვა, რომ რაღაცა ირონიული იყო რომელიღაცა პოსტი, ანუ სუბიექტურ შეფასებაზეა ეს ამბავი, რომ ესეა თუ ისე, შენ შეიძლება რაღაც დაწერო, ირონიული იყო ეს და რაღაცა ესე არ უნდა გეთქვა, სხვანაირად უნდა გეთქვა და ეს ჩაგიტოვა. არ ვიცი, მართლა გეუბნებით, ხანდახან ცოტა ისე გამომდის ზედმეტად, მაგრამ სიზმარში მგონია რაღაცა დიდ სიზმარში, გრძელ სიზმარში თავი, რომ აი ეს აქ ხდება, თუ საქართველოში რასაც უსმენ, არ ვაჭარბებ, ეხლა ვიღაცა შეიძლება ეგონოს, რომ ამას ახლა თამაშობ და ვდგა, მაგრამ მართლა ესეთი განცდა მაქვს, რომ წარმოუდგენელი რაღაცები ხდება, ხო? არა, ბატონო, გიგი, ეს ზაფხულის ღამის სიზმარი არის რეალობა, რომელშიც ცხოვრობ. რა ვიცი, ეხლა უნდა მალე დამთავრდეს ეს რაღაცა და ამ ქვეყანამაც დაიწყოს ელისაშვილის საკითხი უფრო მეტად გამოგვიძება. იგივე ელისაშვილის საკითხი. მე ეს აბსოლუტურად დისპროპორციული ამბებია. სხვა შორის ნიკა გვარამი ამ შემთხვევაში აი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ქმედებასა თუ უმოქმედობაზე უფრო გაურსვა მან ხაზი თქვა, რომ ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმავტოვებთ, იმიტომ რომ კოცების მიერ მისი ტერორისტად შერაცხვა გვაკომპლექსებსო, ანუ რა ვიცი, თქვენად მიიღეთ მისი ეს ნათქვამი? ახლა მე ნიკა გვარამესთან ზახშირი კონტაქტი მაქვს. თუ რამეა სათქმელი ჩვენ ამბობთ ერთმანეთში, მაგრამ ხო მართლა სიმართლე ის არის ხა უფრო მეტად რაღაცა სხვა სახელები და გვარები უფრო ხშირად არის ხოლმე და ხა მე არა ვარ ისე ახლოს არ ყოფილი ვარ ალე კოველიცას თუ და ვიცნობ მას იმ დროიდან როცა ჯერ კიდე ჟურნალისტი იყო და ინტერვიუებიც აუღია ჩემგან და არის ეს მომენტი რაღაცნაირად პოლიტიკური კომპლექსისა რომ არა იქ სხვა ტიპის უყურეთ ეხლა რაღაცა მე კი არ მინდა რომ დავამძიმო რამე მაგრამ აქ რაღაცა ქმედება ეხლა მაგალითად ვაშაძეს რაღაცა ღიმილს რო აფრალებს ვიღაცა და საბოტაჟის საქმეზე უბრალოდ ნუ აი წარმოუდგენელი რაღაცა განცხადებების გულისთვის და თუ გაგზავნილი წერილის თუ რაღაცის და აქ რაღაცა ქმედება იყო ხო თუ არ ვიცი ეს ალეკო იყო საერთოდ თუ არ იყო ეგეც ბევრისთვის კითხვის ნიშანია მაგრამ აი ამიტომ შესაძლებელია ეს უფრო რაღაცა რთული მომენტად განიხილა ბევრმა და ამიტომაც ელოდებოდნენ გამოძიებას არ ვიცი ხა როგორი უნდა იყოს ეს რა დამაჯერებლობა მაგრამ აბსოლუტურად არაპროპორციულად მგონია ეს ახლა ამ ხელას სასჯელი ხო იმიტომ რომ დღეს ახლა ვიღაცები მეკითხებოდა კაი რომ მართლა მომხდარიყო და რაღაცა ცეცხლი წაეკიდებინა და ან რაღაცა ნუ მაშინ რამდენი ანუ სამუდამო სიკვდილის დასჯა ჯერჯერობით არ არის და სამუდამოს მიუჯიდან ამისთვის ანუ დაახლოებით იგივეა განზრახვისთვის და იგივეა ქმედებისთვის. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური საბურველი, პოლიტიკური ნაწილი ამას ვერ მოშორდება, ხო? იმიტომ რომ იქ არის რაღაცა პირად ჩურიზიებაზე ლაპარაკი, რასაც საფუძვლები აქვს, არის რაღაცა კიდე სხვა დეტალები და ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ რაღაცა გამორჩეულად დასჯის ამბავია ახლა ესა და ნუ ძალიან შემძვრელი ახლა მე ვიცი მის მეუღლეს უსმინე რამდენიმეჯერ და შვილებია, ოჯახია, თვითონ შეიძლება ძალიან გამძლე, ასე ვთქვათ, პიროვნება,
და შეუძლია ამ ყველაფერს გაუძლოს, მაგრამ ნუ თავისთავად ახლა ნამდვილად არ არის სამართლიანი ეს ამბავი, რომ ახლა 13 წელი ამ საქმისთვის, რომელიც რაღაცა ესეც გაუგებრობაა რაღაცა ბატონო გიგი, ახსენეთ რომ გვარამიასთან ხშირი კონტაქტი მაქვსო და ალბათ არ ვიცი, დამეხმარებით სწორად გავიგოთ, რას გულისხმობდა დღევანდელ პოსტში, სადაც ამბობს, რომ სტრატეგია გასაგებია, შიგნით აქცია და გარეთ სანქცია, მაგრამ აქვე აყოლებს, რომ ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რას აკეთებს, რა უნდა და რას აპირებს, ყველა უნდა დაფიქრდეს რისთვის იბრძვის, პოლიტიკური თვითდამკვიდრებისთვის, ოპონენტების დასუსტებისთვის, 2008 წლის არჩევნების წინ ციხიდან გამოსავსებლად, ანიქარ შესასვლელად და მოკლედ ასე შემდეგ. მე დამრჩა განცდა, რომ რაღაცნაირად გვარამია ამბობს, რომ აი იმ ძირითადი საბრძოლო ფორმულიდან, რომ შიგნით აქცია და გარეთ სანქცია, მხოლოდ ასე ვთქვათ, თეორია დარჩა და პრაქტიკაში რეალურად არაფერი ხდება, იმიტომ რომ ყველა თავის რაღაცა წვენში იხარშება და თავისი სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესშია. ვის ეხებოდა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას თუ შესაძლებელია სხვებს ალიანსებს? მე ამას ვერ გავშლი აქა და პასუხებს ვერ გავცემ, რას ეხებოდა. ნიკას ეხერხება წერაც და ლაპარაკიც, ამიტომ თვითონ რო დაუსვამენ კითხვებს, უფრო ზუსტად ითქვის, რომ დომოდა ალბათ დაწერდა ვის ეხება კონკრეტულად, მაგრამ ეს არ არის ხო ხა რაღაცა რიტორიკული კითხვები. ეს არის რაღაცა საფუძვლის მქონე განცხადებები. იმ ნაწილში ვიტყვი ჯერ აი ამ რასაც მოყვა შემდეგ რეაქცია ქართული ოცნების ლიდერებისგან, რომ აი ეს რაღაცა ეს პრაქტიკულად ამაზე გამოძიებები და ანუ ეს არის დანაშაული. საფუძველიაო ეს ოპოზიცია მთელ სოფლიოში ოპოზიცია არის ასე, ხო? და მით უმეტეს, როდესაც ქვეყანაში ამგვარი დემოკრატიული უკუსლაა და პოლიტიკური პატიმრები არიან, პოლიტიკური ლიდერები არიან საპატიმროებში და კიდე როგორ ჩანს იქნებიან და კიდე უფრო ღრმავდება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ურთიერთობების კონიუნქტურა ამგვარია, რომ როცა ირღვევა პრინციპები, რაც აღიარებული გაქვს და რის გამოც ხარ მიჩნეული, არ ვიცი, ხან კანდიდატ ქვეყნად, ხან ელთოს წევრ ქვეყნად, ხან რაღაცა თანამეგობრობის წევრად, ან პოტენციურ რაღაცა პროექტების რეციპიენტად, განმახორციელებლად სამხრეთ კავკასიაში ჰაბის პერსპექტივის მქონე, ნუ რა მნიშვნელობა, ფუნქცია გაქვს, ხო? როდესაც შენ რაღაცებს არ ღვევ და შესაბამისობაში არ ახარ ამ საერთო წესებთან, აქ მოქმედებს გარკვეული პრინციპები. დაწყებული რაღაც ურთიერთობების გაცივებისგან, დიპლომატიური დემარშებისგან, პერსონალური სანქციებისგან და შემდეგ. ეს რამე სიახლეა? მეორე, შიგნით რომელი ოპოზიცია მსოფლიოში მე არ ვიცი, რომელიც სახში ზის ჩუმად არის და არაფერს არ აკეთებს და მანიფესტაცია არ აქვს და აგერ ალბანეთში ახლა ერთი თვე არის, გამოდის უამრავი ადამიანი, 100,000-ობით ადამიანი, გამოდის უამრავი ადამიანი სერბეთში, ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ ოპოზიცია ცდილობს, რომ ხელისუფლებას მით უმეტეს ისეც, რომელსაც მართლაც ახლა არანაირი კონსტრუქციულობა არ არის, აი ერთი ცდელობა არ არის იმის, რომ ვიღაცას დაელაპარაკონ, ან რაღაცა თქვან, ან რაღაცა კომპრომისზე ისაუბრონ, არა. ბოლომდე ხო, მხოლოდ და შევიდენ უკვე ისეთი წითელი ხაზები გადალახეს, რომ უკვე უკან გამოსვლა ძალიან რთული. ალბათ თქვენ ერთ-ერთი ვისაც ქონდა რაღაცა მცირე, მაგრამ იმედი დარჩენილი, რომ შეიძლებოდა სხვადასხვა გზები. მე არ მალავ ამას სულ ამბობდი, იქნებ ვინმეს გონიერება შერჩა, იქნებ რაღაცაზე ლაპარაკი შეიძლება და რაზე შეიძლება ლაპარაკი, ხო? ლაპარაკი შეიძლება სუფთა ფურცელს ახსენებენ ხოლმე და ეს სუფთა ფურცელი კი ბატონო, ოღონდ სუფთა ფურცელი არის ის, რომ თქვენ ამ სუფთა ფურცლამდე რაღაცები გადაშალეთ, წაშალეთ, გაასუფთავეთ და მეც გავასუფთავეთ და ორივე შევთანხმდით, რომ რაღაცა აქ ახლა ამის საერთო ცდელობა არ არის. აქ სუფთა ფურცლის ცდელობა კი არ არის. მოსუფთავების ცდელობაა ყველაფრის. რომ ეს ფურცელი თვითონ გაასუფთავონ როგორც უნდა და თვითონ წერონ. არა ორი მხარე ან რამდენიმე მხარე, არამედ თვითონ გააკეთონ ეს ყველაფერი და ამას აკეთებენ სამწუხაროდ ძალიან უხეში მეთოდები, ცუდი მეთოდები და ეხლა კიდევ ყველაფერზე არის მუქარა. ხო და მე იმას ვამბობდი, რომ ჩვეულებრივი ამბავია ეს, რომ ოპოზიცია ცდილობს, რომ მეტი ხმა გააგონოს ეს პროტესტი და ამ პროტესტში ხალხი არის, იმიტომ ვისაც მიუღებელია ქვეყანა კარგავს და ასეთი მასშტაბური პროტესტი
პროტესტი აღარ გვინახავს. აი პირიქით განცდა რჩება ხოლმე რომ ჯერ კიდევ აი 26 მაისის პროტესტის ეფექტიდან არ არის გამოსული. უყურეთ რა არის პროტესტი? პროტესტი არის მუდმივი შეხსენება. შიგნით აქცია ნიშნავს აი 4 თვეში ერთხელ აქცია. შეხსენება შეიძლება იყოს დიდი აქციები 4 თვეში, მანამდე იყოს რაღაც ყოველ შაბათს არის ეხლა ხო ანუ ყოველ შაბათს ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი რომელიც წარმოადგენს გაცილებით მეტ ადამიანს ვიდრე იქ იკრიბება და ამ ხალხს ყველას მართლა ეკუთვნით ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ ყველაფერი გადადებული და აი ყოველ შაბათს პერიოდულად სხვა პატარ-პატარა ისინიც არის შეახსენებენ ამ ადამიანებს ვის დღეს გაწყვეტილებას იღებს ამ ქვეყანაში რომ ეს ცუდია ეს არ ვარ და ეს არ შეიძლება ამას ვერ შევეგუებით ეს არის ნებისმიერი მცირედ დემოკრატიული ქვეყნის მახასიათებელიც რომ პროტესტი ეს დაშვებულია კანონით და დაშვებულია კონსტიტუციით. მეორე რაც ვთქვით, გარე ამბები, ესეც ბუნებრივი, აბა პოლიტიკურ ლიდერებს რო დააკავებდა ჩასვამ საპატიმროში, როდესაც არც ერთ პირობას არ შეასრულებ, არც ერთ რეკომენდაციას არ ასრულებ, რომელიც ესეც 1000-ჯერ გვაქვს, ნათქვამ ჩვენ გვჭირდება თვითონ. იმათ არ ჭირდებათ არაფერი. არც დასავლეთს, არც ამერიკას, ჩვენ გვჭირდება. აი ყველაფერი, რაც კი რეკომენდაციაშია. ეკონომიკიდან დაწყებული, სასამართლოდ დამთავრებული და რა ვიცი, ყველაფრით, ხო, რომ კარგი გვჭირდება ჩვენ. ამას არ შეასრულებ. ლანძღავ რიტორიკა გაქვს საშინელი, ხო, შენი პარტნიორების მიმართ და რა თქმა უნდა, იმათ არაფერი აღარ დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ რაღაცნაირად ეს ზომები მიიღონ, კიდე არის უკიდურესად დამზოგავ რეჟიმში საქართველოს აი ხალხის პატივისცემით, ვინც იბრძვის მართლა აი მშვიდობიანად თავისუფლებისთვის და უკვე იმ მომავლისთვის, რომელიც მართლა მიაჩნიათ, რომ სწორი და კარგია და აი ამ პატივისცემის გამო არ არის ახლა არც ისეთი სასანქციო პოლიტიკა ამ წუთისთვის, ხო? შეიძლება ბევრს უნდა ეს რომ ასე იყოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს ასე არ ხდება, რომ კიდე ფორასა, კიდე რაღაცას აძლევენ, კიდე ხანდახან უსმენენ იმას, რომ აქედან მიდის რაღაცა თხოვნები, რომ აი ჩვენ დალაგება გვინდა, გინდა ამერიკელებთან გვინდა, ან ევროპელებს ეუბნებიან, რომ აი რაღაცა ჩვენ გვაქვს ჩვენი, ასე ვთქვათ, სურვილი ამისა, მაგრამ უნდა გაგვიგოთ და სხვა და სხვა. ამიტომ და ბოლო ახლა კიდევ ვიზა მაგალითისთვის ვამბობ, აი ვიზა, ხო, ახლა ძალიან კარგად იცია, რომ საქართველოს მოსახლეობას ვიზის სარგებლობის საშუალება თუ აღარ ექნა, ეს ნიშნავს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჯაჭვი გაწყდება და ამით პირველი ისარგებლებს რუსეთი. ანუ გაცილებით უფრო იოლად მოხდება შემდეგ ის რეინტეგრაცია ისე რუსულ სივრცეში. მაგრამ ისიც იციან რომ ეს შეიძლება იყოს უკიდურესი ნაბიჯი. ხო, რა თქმა უნდა, ერთ დღეს ესეც მოხდება. თუ ასე გაგრძელდება, მაგალითად როგორც სამწუხაროდ ეხლა ეუთოში მოხდა რომ დატოვეს რაღაცა დარბაზი, იქ მუდმივად არის შებრძოლება ამასთან. სერიოზულადაც არ მიგვაჩნია ახლა. ხო, ესე იგი იმათ არ მიაჩნია. სპონსორებით მიღებული რეზოლუციის ეთერში ვიყავი და ამ ჯო ვილსონის ხო ეხლა მე რასაკეთებენ კიდე ნუ ესენი ხომ ტრატყავთ შერაცხულები ახლა მაგალითად დებენ პოლიტიკოსების სურათებს პროპაგანდისტულ მედიაში ქარდებს რომ აი ეს ვილსონი არის საქართველოს მოძულე თურმე და ვინც მე მაგალითად სურათი თუ მაქვს მასთან მე ვარ საშინელი ასე ვთქვათ მოღალატე და რაღაც ისულელებს ამას სულ რუსული აგენტურა აკეთებს ძირითადად რო შეხვიდეთ და ნახოთ ვინ გწეს და ვინ გლანძღავს აი ეს ბოტები ტროლები და ესენი არიან ძირითადად ზოგს სულ რუსული საიტები აქვს ზოგს სტალინი უდებს ზოგს პუტინი უდებს ზოგი და მოკლედ ანტიდასავლური ყოველ შემთხვევაში მე რა მინდა ვთქვა რომ ორ წუთით ისე ვილსონზე ვიტყვი ვილსონზე ესე იგი ადამიანს უნდათ ამერიკასთან დალაგება ხო ამბობენ ხო გვინდაო და ტრამპს აკებენ და ტრამპს აკებენ და აგერ ნუ ხან ნუ ახლა ცოტა არ გაუმართლათ ისე ირანში წავიდნენ სამძიმარეს და მეორე დღეს განახლდა ბრძოლა მაგრამ თითქოს აი ტრამპის რაღაცა გზებს კვალს მიყვებიან ნარატივებში და სხვა ბიჭო ეს ვილსონი არის ერთ-ერთი ახლო ადამიანი პრეზიდენტ ტრამპთან ეხლა ვამბობდი ერთ-ერთი მოიგო 74%-ით შიდა პრაიმერიზე ეხლა თავის შტატში სამხრეთ კაროლინაში ეხლა ეუთომ ამ სესიაზე ჰაგაში აირჩია სამი კომიტეტია პირველი კომიტეტის თავმჯდომარე პოლიტიკური კომიტეტის მისი შვილი მოიგო ნომინაცია სამხრეთ კაროლინის გუბერნატორი ხდება ტრამპთან აქ აი ესე გადახოვული სურათები ასე ტრამპი ვილსონის შვილი და ცოლი რა ვიცი და მაინდა-მაინც ეს კაცი ყავ დამორჩეული და ამას ლანძღავენ. დაელაპარაკო ამ კაცს, ხო ჯერ მე ვილსონს, ვის რომ ძალიან დიდი ხანია. ალბათ ერთ-ერთი პირველი ადამიანი ვიყავი, თვითონ ამბობს ამას, ქართული პოლიტიკოსი შეხვდა, მე ვიყავი, ალბათ 30 წლის წინ, შეიძლება 25 წლის წინ. და ვილსონის განწყობა მე მახსოვს ქართული ოცნების წარმომადგენლების მიმართ. ეს არ იყო ასეთი კრიტიკული.
პირიქით, როცა ჩვენ რაღაცა შეგვიძლია გაგვაკეთებთ პირველ წლებში ვამბობ, როცა ეს ხდებოდა, როცა დაიწყეს ეს რაღაცა დევნა და ამ შემდეგ, პირიქით, მას ჰქონდა რაღაცა სურვილი ამბობ და ასეთი ვილსონები ბევრი გაჩნდნენ, ანუ ის ხალხი, ვინც რაღაცას ხარს უჭერდნენ, მაგრამ დაინახეს მთელი ეს ანატომია, დაინახეს ეს შედეგები. ვილსონი არის სხვა შორის ის კაცი, რომელიც ამ სესიაზეც კრიტიკასთან ერთად, აი მძიმე კრიტიკასთან ერთად ყველაზე ხმამაღლა ლაპარაკობდა ანექსიაზე, ყველაზე ხმამაღლა ლაპარაკობდა ტერიტორიულ მთლიანობაზე და ამ ხალხს კი არ უნდა ებრძოლო, ამ ხალხთან უნდა ურთიერთობა გქონდეთ. თუ მართლა რამე უნდა და თუ მართლა ეხლა მოქმედებენ იმით, რასაც კრემლიდან ვიღაცა მორზეთი გადმოცემს ან ვიღაცას გამოუგზავნის ან რაღაცას გააკეთებს და თუ ამ გზას მიყვებიან, მხოლოდ მაშინ ბუნებრივია ეს ასე იქნება და შედეგებიც იქნება შესაბამისად და არ უნდა გაუკვირდეთ. კი ბატონო, ბოლოს მინდა აუცილებლად კითხოთ აეწაღან გამომრჩა, იმიტომ რომ ლაივ რეჟიმში ვუსმენდით სუსის ბრიფინგს, ანუ იქ იყო უკრაინის ფაქტორი ნახსენები, უფრო კონკრეტულად კი უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმოადგენლის მითითებით, ანუ დაკავებულს საუბარია პირზე, რომელმაც შეიძინა და შეინახა უკანონოდ საბრძოლო მასალა, ქონდა და საჭიროების შემთხვევაში მოკლედ დივერსია უნდა მოეწყო. აი რას დამატებით ასე ვთქვათ, ზოგადად რას მოიტანს უკრაინის ფაქტორის შემოყვანა ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობის საქმეში, იმიტომ რომ ფორმულირება სამართლებრივი ასეთია. ერთი მთავარი ხაზი რაც მათ აქვს ეს არის რომ თითქოს რაღაცა უცხო ძალების ჩარევა ყველაფერში, ასე მიიჩნევენ ვილსონია თუ ფონ ლაიენია თუ სხვა არის რომ როდესაც რაღაც კრიტიკაა შენიშნებია, მათ არავინ არ ეკითხებათ საქართველოში რა იქნება, ანუ რას იზამენ ხალხს და აპატიმრებენ და ხოცავენ თუ რას გაუკეთებენ და გაზ გაუშვებენ თუ რა იზამენ, ეს ამას არავინ არ უნდა იკითხოს, ეს არის სუვერენიტეტის დაცვა. ეს ერთი ამბავი, რომ მით უმეტეს როცა გაქვს იმ ამდენი საერთაშორისო ვალდებულება. მეორე, ეს ჩარავის ამბავი, მეორე ეს არის ალბათ თვითონ უკრაინასთან დამოკიდებული, რაც ყოველ შემთხვევაში აქამდე იყო, ხო, ძალიან გამწვავებული და ძალიან დაძაბული ურთიერთობა და რაღაცა მომენტში, რა ვიცი, მტრებად იყო გამოცხადებული ყველა უკრაინელი ძირითადი მთავარი ლიდერი და ასევე არის კონკრეტულად ამ ქართულ მებრძოლებთან ამბავი. კი, აი, სხვა შორის ახლა გავრცელდა ინფორმაცია, იმედს აქვს, რა თქმა უნდა, ექსკლუზიურად, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე, აი ეს დაკავებული, ვის შესახებ, ვის ვინაობაც არ გაგვანდო სუსმა, მაგრამ გაანდო იმედს, არის ბექა ჭულუხაძე და ბექა ჭულუხაძის გვარი, ხო, არ ვიცი. ფიგურირებს კი ბატონო, ანუ უკრაინაში მებრძოლი. ხო, ამ ხალხთან კიდევ ცალკე დამოკიდებულება. დაბრუნდა. იმიტომ რომ ძირითადი ნაწილი იქ ძალიან კრიტიკულები იყვნენ. ბატონო, რომელიც მანამდე დააკავეს მცხეთის ტყეში, აი ამ აღმოჩენილ საბრძოლო სამალავთან დაკავშირებით, ხო? რაღაცეთ ბევრი ფაქტებია, რომელსაც არ როდის გაუშვეს, არ როდის აღმოჩნდა ახლა ამ რაღაცა ფაქტობრივ აბრაკადაბრაში ვერ შევალ, როდის რა იყო, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ერთი რამეა. ნუ ჩვენ ვასრულებთ ალბათ საუბარს და ეს ვითარება, რომელიც არის დღეს, არის აბსოლუტურად, რა ვიცი, წარმოუდგენელი იმისთვის, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ რაღაცა კარგ მომავალზე, ტრანსფორმაციაზე, საქართველოს ადგილზე, სოფლიოში ძალიან დასანანია, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ასე ხდება ყველა საერთაშორისო ფორუმზე სამწუხაროდ საქართველო არის უარყოფით კონტექსტში, ყველა ცნობა რაც მიდის საქართველოდან თუ მოდის აქეთ არის სწორედ ესეთი კრიტიკული და არ ვიცი ეს ადამიანები ვინც ამას ქმნიან, ამ ასეთ ფონს ქმნიან, ასეთ გარემოს ქმნიან, რატო არ ფიქრობენ იმაზე, რომ ისეთ რამეს ვამბობ, მუდმივი არაფერი არ არის. არაფერი არ არის მუდმივი, ბევრისთვის მithქვამს ეს მათ შორის ამ წლების განმავლობაში ჩემი პოლიტიკური კარიერის, რომ ყველას მგონია, რომ მუდმივად ეკნება ეს რაღაცა ინსტრუმენტები ხელში. და იმის შიშით, რომ მე რაღაცა უარესი არ მოუბრუნდეს, უფრო და უფრო მძიმედ ეფლობიან აი ამ ჭაობში და ქვეყანასაც, რა ვიცი, მიათრევენ და მე მგონია, რომ რა ვიცი, ნუ ყოველ შემთხვევაში გამოსავალი ბუნებრივი არსებს, დეპრესირებულები კი არა ვარ ჩვენ, მაგრამ ეს გარემო თვითონ რომელიც არის, ხო, მუდმივად ეს ინფორმაცია, აი ძალიან ცოტა პოზიტივი და უამრავი ნეგატივი მთელი დღის განმავლობაში ადამიანს კარგ უნებაზე არ აყენებს, მაგრამ აყენებს უამრავ ხალხს განწყობაზე,
არ შეგუების ბრძოლის და ერთ დღეს მართლაც იმ შედეგის, რომელიც ყველას გვინდა და ეს შედეგი არ არის მე სიმართლეს ვამბობ, ამას არც არავის განადგურება, არც არავის ჩამოხრჩობა, არც არავის ციხეში მთელი ცხოვრებით გაშვება, არის ტრანსფორმაცია ამ ქვეყნის იმგვარად, რომ ჩვენ არ ვიყოთ მოჩანჩალე რაღაცა რუსეთისზე დამოკიდებული და შემყურე და ან რუსეთის ბრძოლებში გაწეული ხალხი, ჩვენი შვილები და შვილიშვილები. ნამდვილად არ გვინდა ეს და სხვა ჩვენს ერთ რამეს ვიტყვი კიდე. არ არსებობს შენ მოდუნების ეს ცხოვრება ასეთია საერთოდ ხო რაღაცა დედამიწა კი დიდია, მაგრამ თითქმის 9 მილიარდი ადამიანია. ყველაფერზე კონკურენცია, ბევრგან წყალზე, საკვებზე, შენ ადგილზე და ბუნებრივია პოლიტიკაში თუ რა ვიცი, შენს რეგიონში ადგილზე და სხვა. აი ახლა სომხეთი ძალიან სწრაფად მიდის წინ. მე მინდა რომ უსურო ყველაფერი კარგია, მხოლოდ ძალიან მინდა რომ ჩვენ არ ვიყოთ სადღაც მიკარგულები. აი ახლა უბრალოდ მე ჩამოვედი ჰააგიდან და ესე უთო ხშირად არის ამაზე არ გვილაპარაკია ჩვენ ეკაურ ამბებზე, მაგრამ ნუ ცნობილია ყველაფერი. ხო უბრალოდ ფაქტს ვამბობ. გარკვეული წლების, გარკვეული პერიოდის წინ საქართველოს ჰქონდა წამყვანი როლი ევთოში. არ მინდა ჩემ თავზე ვილაპარაკო, მაგრამ საქართველოს იყო ხელმძღვანელი ამ საპარლამენტო ასამბლეის. და რაღაცა მომენტში ორი წევრი წავდა ბიუროში. დღეს არავინ არ ყავს, აი ესეთ რეზოლუციებს იღებენ, ჩვენი დელეგაცია ტოვებს და სომხეთს ყავს, ახლა ვიცე-პრეზიდენტიც ყავს და კიდევ კომიტეტის თავმჯდომარეს. ანუ ორი წევრი ყავს ბიუროში. ესეც აი ჩემთვის რომ ფიქრობდი ეს რომ მოხდა, აი როგორი ესეთი მაგალითია უცებ როგორ იცვლება ყველაფერი. მაგრამ ამ უცებ შეცვლას აქვს თავისი საფუძველი და ლოგიკა. იმიტომ რომ ისინი იქცევიან სწორად, მიყვებიან იმას, რაც ჭირდება მათ ქვეყანას და ჩვენთან ძალიან სამწუხაროდ ეს საპირისპიროდ ხდება. მადლობა, გიგი წერეთელს, პარტია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ვიდრე დაგემშვიდობებით, კიდევ ერთხელ დავუბრუნდები სუსის დღევანდელი ბრიფინგის თემას, სადაც შეგვატყობინეს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი, რომელმაც მიიღო დავალება უკრაინაში მებრძოლი ქართველებისგან, აქ უნდა შეეძინა ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება, შემდეგ ის შეინახა და მოკლედ დივერსია უნდა მოეწყოთ ამ იარაღის გამოყენებით 4 ოქტომბერს. როგორც აღმოჩნდა, დაკავებული არის უკრაინაში მებრძოლი ბექა ჭულუხაძე, რომელსაც სუსი უკვე 1 წლის განმავლობაში ეძებს. სწორედ აი მცხეთაში მიწაში აღმოჩენილი, ტყეში მიწაში აღმოჩენილი სამალავის საქმეზე და ამ სამალავში ცეცხლსასროლი იარაღი იყო განთავსებული. სხვათა შორის აი ამ ბექა ჭულუხაძეზე გამოცხადებული ძებნის პროცესში ის მედიასთანაც კომუნიცირებდა და რეალურად ამ ბრალდებაზე ამბობდა, რომ არათუ მან 1 ოქტომბერს რეალურად დატოვა საქართველო და ბუნებრივია უარყოფდა მის მიმართ წარდგენილ ბრალს, თუმცა როგორც ახლა ჩვენ სუსმა შეგვატყობინა, ის დააკავეს საქართველოს სომხეთის სასაზღვრო ზონაში. უფრო მეც ჩვენი საინფორმაციო საშუალებებიდან ამ საქმესთან და სხვა საქმეებთან მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გაიგებთ. სულ ეს იყო ამ დროისთვის, გადაცემა 360 გრადუსი ეთერში დაგიბრუნდებათ უკვე ორშაბათს და მინდა რომ კარგი შეძლების დაგვარად, კარგი უქმეები გისურვოთ ყველას.